მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ჩვენ ხვდებით ერთმანეთს ბიძინა მესხთან ერთად ჩვენს რუბრიკაში ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო რუბრიკაში ფსიქოტრონული სამყარო, სადაც ჩვენ განვაგრძობთ სიონის ბრძენკაცთა კრებების ოქმების კითხვას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი ბიძინა მესხის არის და ჩვენ ერთად ვკითხულობთ და ანალიზს ვუკეთებთ ამ ოქმებში აღწერილ მოვლენებს, რომელიც დღევანდელ კონკრეტულად მე საქართველოზე მაქვს ლაპარაკი, საქართველოში დღეს მიმდინარე და ბოლო 10 წლეულების მანძილზე მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ ესადაგება და შეიძლება ითქვას, რომ აი თითქოს დღეს არის დაწერილიო და დღეს იწერება ეს პროგრამა, რა პროგრამითაც მიმდინარეობს საქართველოში მოვლენები, რა თქმა უნდა, კარგ მოვლენებზე არა მაქვს საუბარი, იმიტომ რომ უკვე 30 წელზე მეტია ჩვენ დანებითი და პოზიტიური მოვლენები პრინციპში არც გვინახავს, თუმცა არის გამონათებები შიგადაშიგ შადრევნების გაკეთება, გზების დაგება, რომელიც ძალიან მალე იმტვრება, ნადგურდება და სახიჩრდება, მაგრამ არის რაღაცა ღირებული რაღაცეებიც, ახლა მთლად ისე არა ვართ, რომ ყველაფერი მხოლოდ ნეგატიური იყოს, მაგრამ იმდენად ცოტაა ეს ღირებული, რომ შესაძლოა ადამიანები ვერც კი ამჩნევდნენ მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით დღეს, როდესაც გამოდიან აღმასრულებელი სტრუქტურის ჩინები და საერთოდ ხელისუფლება და მთავრობა და იძახია, რომ საქართველოში ეკონომიკა მზრდადია და საქართველოში ეკონომიკა ყვავის. შესაძლოა ჩვენ ვერ ვხედავთ ამ აყვავებულ ეკონომიკას, არ ვიცი ყველას ასე რანაირად დაგვემართა, რომ ცოტა თითქოს თვალთ დაგვაკლდა, მხედველობა დაგვაკლდა, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ჩვენი ბრალი იყოს, რომ ვერ ვხედავდეთ ეკონომიკა აყვავდა თუ არა. მოკლედ, მინდა რომ დღევანდელი სიტუაციაზეც თანაგრძნობა გამოვხატო საქართველოს მიმართ. მე არ ვიცი რა სათავისუფლებენ და როგორ ათავისუფლებენ. ჩვენ დროს იმ ასაკში, როცა ვიყავით პატარა გოგო ბიჭები, რომ ვიყავით, სწორედ იმ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ბევრ რამეს მოვესწარით აღზევებასაც საქართველოსი და საქართველოს დაცემასაც. ანუ რაც მოვიპოვეთ ზვიადის და მერაბის დროს, მათი ძალისხმევით და მათი შემართებით, რომელთაც აგვიყოლიეს მართლმადიდებლურად, ქრისტიანულად, სიყვარულით და მოვიპოვეთ ჩვენ სამშობლოს დამოუკიდებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობა. ძალიან ცოტა ხანს სულ რამდენიმე თვე გასტანა ამ დამოუკიდებლობამ და ეს დამოუკიდებლობის მოტანა და საქართველოს სიყვარული არაპატიეს ისევ ქართველების ხელით დაგმეს ეს დამოუკიდებლობა, დაგმეს, მოკლეს და ისევ ქართველების ხელით ჩაკლეს ქართველების სიცოცხლე, რომლებიც ამ დამოუკიდებლობის მომხრენი ვიყავით და იმის შემდეგ მიდის საქართველოს გაპარტახების არაუბრალოდ მცდელობა. დღეს ახალგაზრდული სისხლით, ენერგიით, ახალგაზრდული თვალით ეს ბავშვები გამოსულები არიან ქუჩაში და ყვირიან რუსეთი ოკუპანტია არარუსულ კანონს, ჩვენ გვინდა ევროპა. კი ბატონო, ღმერთმა გაუმარჯოს ყველას, ჩვენ ევროპაც გვინდა, ამერიკაც გვინდა, მსოფლიოს ყველა ქვეყანა გვინდა, მაგრამ ჩვენ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტი გვინდა, საქართველოს საქართველო როგორც სუვერენული სახელმწიფო ის გვინდა. მოდით საზარბაზნე ხორცად ნუ გავიმეტებთ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც სისხლი უდუღთ და თუ ვინ არიან აი ამ ვაკხანალიის შემომქმედნი და ორგანიზატორები, დღევანდელმა ხელისუფლებამ, ეს ჩემი აზრია, რასაც ამ წუთას ვამბობ, თუ კი დღევანდელი ხელისუფლება მართლა არ არის გარიგებული წინარე ხელისუფლებასთან,
ოღონდ ვინ არიან ეს წინ და ვინ არიან დღევანდელობა ყველანი ერთნი არიან მე ეს ჩემი თვალსაზრისია ხანდახან ბიძინა არ მეთანხმება ამაში მაგრამ მე ვეთანხმები საკუთარ თავს გამომდინარე მოვლენებიდან და იმ სიტუაციებიდან რომელსაც ჩვენ აშკარად ვხედავთ და თუ არ არიან ერთმანეთში გარიგებულნი მაშინ დღევანდელმა ხელისუფლებამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეიწყალოს კი არა საავადმყოფოდანაც უნდა გადაიყვანოს ციხეზე პირდაპირ მიხეილ სააკაშვილი არა და დღეს გავიცანი ინფორმაციებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებიდან და უცებ რუსული საიტებიდანაც შემხვდა ინფორმაცია რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითქმის უკვე შეიწყალაო მიხეილ სააკაშვილი რამდენად მართალია ეს მე არ ვიცი მაგრამ აშკარაა სახეზე რომ ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს და თუ კი იმ მუხლს მიუსადაგებენ კანონის მიხედვით რა მუხლებითაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლონ ნუ დავივიწყებთ რომ 26 წელია სამშობლო სიყვარულისთვის სასჯელ სიხდის ირაკლი დოკვაძე უღალატო ადამიანი საქართველოზე და ქართველ ერზე შეყვარებული ადამიანი საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანი ვაჟკაცი კაცი ჯერ მარტო მისი გონი არის დასაფასებელი და მისი გონიერება აი თუ გათავისუფლება პირველი ირაკლი დოკვაძე უნდა გაათავისუფლო უნდა თავისუფლება ირაკლი დოკვაძეს მაგრამ თუ სამართალი შერჩევითია ოღონდ რომელ სამართალზეა ლაპარაკი არ ვიცი მაშინ სასაცილოა და ძალიან მტკივნეული უკვე თავიდანვე რისთვის მოდიან ეს ადამიანები რისთვის იბრძვიან და რა უნდათ არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს იდგა ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული დღემდე ნარკოტრაფიკები არ დაგვავიწყდეს ადამიანების გატაცებები არ დაგვავიწყდეს ძალიან ბევრი უმსგავსო რაღაცეები არ დაგვავიწყდეს ის რომ საქართველოს განვითარებად ქვეყნის სტატუსი მოარგეს და განვითარებად ქვეყნების სიაში შეიყვანეს და ასე შემდეგ მეცნიერებები ჩაკლეს და უამდავი რამ მიწები გაასხვისეს ადამიანები ჩაკლეს მოკლეს და ახლა აი ამ ბავშვებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ მე რაც წავიკითხე აი ეს სიონის ბრძენკაცთა კრებების ოქმები დღეს მე-20 ოქმს ვკითხულობთ აი ამ 19 ოქმის მანძილზე მე ყველაფერი კარგად მოვისმინე მე თვითონვე და აშკარად ვიგრძენი და დავეჭვდი კიდეც რომ ეს მართლა მე-19 საუკუნეში იქნა თუ უფრო ადრე დაწერილი თუ დღეს იწერება ანუ დღესაც ხდება საქართველოში ეს ყველაფერი აი აქ დაწერილია ასე რომ მე თუნდაც ჩემივე წაკითხული ოქმებიდან გამომდინარე ვთქვი აი ეს მონოლოგი მაპატიეთ ცოტა გამიგრძელდა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გისურვებთ მშვიდობიან დღეებს მე არასოდეს არ დამავიწყდება თუნდაც აი ეს ძაფივით პირი როა მე ადამიანის ნაკლზე არ ვსაუბრობ მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი უპირო ადამიანის ყველანაირი გაგებით იმისი ზიზღით ნათქვამი სიტყვები თქვენ სისხლს დავლევ ქართველებო და მეორეც თქვენ აძირლებო და მეორეც 2014-ში თქვა ეს ყვირო და გივით არგამაძეზე მაქვს საუბარი სად არის ახლა ეს გივით არგამაძე შენახულია კარგად ხო ბამბებში რომ არ გაცივდეს გივით არგამაძემ დაგვემუქრა მეორე მაიდან სულ მალე გიჩვენებ თბილისშიო ღმერთმა დაგვიფაროს აი ამ მაიდნისგან და ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან ჩვენ არაერთი ომის მომსწრენი გავხდით შეეშვით ჩვენ შვილებს თქვენი შვილები გამოიყვანეთ ჯერ და მერე გაიყოლეთ ჩვენი შვილები თან თქვენ შვილებს უფრთხილდებით გადამალეთ და ჩვენ შვილებს სწირავთ მე არ ვიცი მე რასაც ვუყურებ ყოველ შემთხვევაში ეს დღეები გული მიკვდება ჯერ მარტო თბილისს რო გადახედა სადღაა თბილისი აღარ არის თბილისი მოკვდა თბილისი მაგრამ ჩვენ უნდა გავაცოცხლოთ არ ვიცი ქართველები უნდა გავერთიანდეთ და კი არ უნდა დავიგსაქსოთ და
აი ასე რაღაცები ერთმანეთს შეურაცხყოფა კი არ უნდა მივაყენოთ და ერთმანეთს კი არ უნდა ვესროლოთ და ერთმანეთი კი არ უნდა დავწამლოთ და კი არ უნდა ჭავკლათ და დავყოცოთ. არამედ ერთმანეთს სიყვარულით უნდა გავუწოდოთ ხელები. გავიხსენოთ 99 წლის 9 აპრილი, მაშინ როდესაც რუსები და არა მარტო რუსები, ამერიკელები და დამეთანხმება ბიძინა ჩვენ გავიხსენებთ მე ალბათ გადაცემის ბოლოს ან ახლავე 99 წლის 9 აპრილს და შევადარებთ დღევანდელობას. მაშინ როდესაც პოლიცია გვერდზე დაგვიდგა, იცით რატო დაგვიდგა? იმიტომ რომ მათ დაინახეს რომ ვიღაცები კლავდნენ. მათ თავიანდებსა და ცოლებსა და შვილებს უჩეხავდნენ. პოლიცია დადგა. პოლიციამ კორდონი გახსნა და პოლიცია ეშველებოდა ხალხს. დიახ ბატონო, ჩვენ დღეს ნუ გვახოცინებენ ერთმანეთს ჩვენივე ხელით. იქით სხედან სადღაც და პულტით გვმართავენ. ჩვენ ორივე მხარეს ქართველები ვდგევართ და არა გვყავს ჩვენ ერთი ქართველიც კი დასაკარგი. კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვიხდი, ბიძინას მივესალმები და ბიძინაც იტყვის სანამ მოკლედ. ბიძინა მოგესალმები, მაპატიე, მონოლოგი ვრცელი გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი. კეთი, შენ გარდა იმისა, რომ მოქალაქე ხარ დედა და ბებია და შენი შვილიშვილის ტოლები არიან იქ. ხო და სამშობლოს იცავენ, გესმის აი ეს პატარა გოგონები იმას ყვირიან რომ სამშობლოს იცავენ. მათ მასე ჯერათ. იმიტომ რომ გავიხსენებ ჩვენს თაობას, შენ ახსენე წეგან რომ ჩვენს ვიყავით. მე პირადად ხშირად მithქვამს რომ 9 აპრილი რომ მოხდა ვიყავით 17 ხოლო ნოემბრის აქციების დროს უკვე 17 წლის და ჩემი თვალის წინ ხდებოდა ის ყველაფერი, რაშიც მე თვითონაც ვიყავი აქტიური მოწმენდა მონაწილე, მთელი ამ მიმდინარე პროცესების და დღემდეც ვარ. და უბრალოდ შემიძლია გავლება, შედარება, პარალელების გავლება რა ხდებოდა მაშინ ვინ აკეთებდა ამას, მაშინ ვინ აკეთებს დღეს და რატომ და რისთვის. ამას მე ვიტყვი თანდათან, როდესაც ჩვენ განვიხილავთ სიონის ბრძენთა კრების ოქმის მე-20 ოქმს. ვიტყვი თანდათან, უბრალოდ ეხლა არ გადაგხდით ძვირფასო მაყურებელო თავიდანვე და პირველ რიგში ძვირფასო მაყურებელო გისურვებთ ერთ რამეს. რომ არავითარ შემთხვევაში არავინ არ იქცეს ბრმა იარაღად მავანთა ხელში, ჩვენი ქვეყნის მტრების ხელში. ყოველთვის მივიღოთ გადაწყვეტილება ცივი გონებით და არა ემოციებზე დაყრდნობით. კი ბატონო. მე არაერთხელ მithქვამს ჩვენს გადაცემებში და საერთოდ ხშირად ვამბობთ, რომ როდესაც რაიმე ნაბიჯს ვდგამთ, ის უნდა იყოს აუცილებლად გააზრებული მოქმედება, დაწონილი მოქმედება და გათვლილი იმაზე რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი მოყვება ამას როგორც თითოეული ჩვენგანისთვის. კი ბატონო. ასევე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს მინდოდა სულ მეთქვა და დანარჩენს უკვე ოქმების განხილვის დროს ვიტყვი. კი ბატონო, აქვე მაყურებელი ნახავს ახლა მე მინდა რომ ჩვენს ოპერატორს ვთხოვო ჩართოს ვიდეო და მოგასმენინოთ მამუკა ხაზარაძის ერთწამიანი მაქვს ვიდეო. კიდევ მე ვთქვი როგორ გონდა თქვენ შეგიძლიათ ხოლმე ექსპერიმენტი ჩაატაროთ, წახვიდეთ და ძალიან ძვირად ღირებული ბინის სანაცვლოდ კრედიტი მოითხოვოთ ტიპის ბანკში თუ მოგცემთ. და თქვენ გონიათ რომ ბანკის ვალდებულებებზე არავინ არ დაობს. არა, ვალდებულებებზე არ არის საუბარი, ვალდებულებებზე არ არის საუბარი. მე მთელი პასუხისმგებლობა დაპარაკო და ყველა ეთერში გავიმეორებ და ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, ამას ვაპარაკობ. რომ ტიპისი ბანკს ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია. ტიპისი ბანკში კიდევ მე ვთქვი როგორ გონდა თქვენ შეგიძლიათ ხოლმე ექსპერიმენტი ჩაატაროთ, წახვიდეთ და ძალიან ძვირად ღირებული ბინის სანაცვლოდ კრედიტი მოითხოვოთ ტიპისი ბანკში თუ მოგცემთ. და თქვენ გონიათ რომ ბანკის ვალდებულებებზე არავინ არ დაობს. არა, ვალდებულებებზე არ არის საუბარი, ვალდებულებებზე არ არის საუბარი. მე მთელი პასუხისმგებლობა დაპარაკო და ყველა ეთერში გავიმეორებ და ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ, ამას ვაპარაკობ. რომ ტიპისი ბანკს ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია. ტიპისი ბანკში კიდევ მე ვთქვი როგორ გონიათ
და ჩვენი ღირებულებები დადის სხვა რაღაცაზე. ჩვენ მივატოვეთ ის საქმე 5 წლის წინათ, რაღაც ბიზნესი გვია და 5 წელი გადაშვებული ვართ ამ საქმეში, იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი ქვეყანა როგორ იქნება ჩემი შვილებისთვის, ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის, ვიდრე ის რომ რაღაცა, ეს თქო ვიღაცა გარიგება მოახდინო. 5 წელიწადში ჩვენ რო ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი აი არა მარტო რეგიონის, არამედ აი ნახევარ სფეროს ამოვალ ვარსკვლავად. ამას ლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, დარწმუნებული რომ ეს ესე მოხდება. ეს იქნება ადგილი, სადაც პირველი ჩვენ ემიგრაციას და ჩვენ ემიგრანტებს გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფო დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს ვარ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ეს ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს IT-ს ეხება და სხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველოს გახდება კვანძი, ნამდვილი კვანძი მისიით, იმიტომ რომ პირველ რიგში მისია უნდა დავუბრუნოთ და ეს მისია და ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის, რომ შენს გარეშე, ანუ საქართველოს მხედველობაში არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი მტრების საუკუნოვანი ოცნება საქართველოს ქართველების გარეშე ხორცს ისხავს. საქართველოში 10,000-ობით რუსი ეროვნების ადამიანი შემოდის და ამავე დროს 100,000-მა ქართველ პედაგოგებმა 100,000-ზე მეტი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოს ეს კატასტროფა. ლელოს საკანონმდებლო ინიციატივა სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ დაბლოკილია 20 წლის ვასალური პოლიტიკის გამო. და ამგვარად ჩვენი მოქალაქეები სხვა ხალხის ჩანაცვლის პროცესი მიმდინარეობს. მე მგონი დაჟე კონსპირაცია. არავის არ შერჩენია სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთხოვა. არავის არ შერჩენია სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთხოვა. არავის არ შერჩენია სხვის გაჭირვებაზე ხელის მოთხოვა. ღმერთის ამობით არისო და სამჯერ გავამეორებინე. მათ შორის არ შერჩება არც მამუკა ხაზარაძე. ანგაშენა ღმერთმა და უხერხულიც კი არის მამუკა ხაზარაძე რომ ამბობს ერთ-ერთი ოფიციალური მევახშე. ამას მეორეც გირჩელი ზურაბ ჯაფარიძე. დიახ, მე ვნახე ამოვქეკე რაღაცები ვეძებდი მასალებს და 2008 წლის ომის შემდეგ გამოდის და რუსეთზე ლაპარაკობს. მე მინდა რომ ესეც მოვასმენინო. მაშინ ზურაბ ჯაფარიძე იყო დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობის. კი ბატონო. და შემდგომში დეპუტატი. ტრიბუნასთან გასას დეპუტატია. ხო. და ნახეთ და მე უკვე დავიწყოთ ოქმეს კითხვა. ministrების კანდიდატმა ახსენა პრობლემა ყოფილა თურმე ის რომ გასულებში დეპუტატია უკვე მოხდა რაღაც აქტივების გამიდვა და რა პრობლემა არის ეს ვინ როდეს თქვა ჩვენი ხინარ რა პრობლემა არის რუსულ კომპანიაზე გამიდვა რომელიმე რუსული კომპანია რომელიც შემოვიდა ქართულ ბაზარზე რაიმე სახით დააზიანა საქართველოს ინტერესები და ამას რო აცხადებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იმ პოლიტიკური გუნდის რომელიც მუდმივად საუბრობს იმაზე რომ ურთიერთობა რა დაალაგოს რუსეთთან აბსურდი არ არის ურთიერთგამომრიცხავი არ არის მე ისურვებ რომ არჩევად ბევრი კომპანია შემოიყავ თუნდაც რუსული იყოს თუ ეს რუსული კომპანიები ითამაშებენ ქართული ბაზრის წესით საქართველოში დაგერ კანონები არანაირი პრობლემა ამაში არ არის შემოი რაც მე თუ შემოიტანე რაც მე ხალხს დაასაბებე ვიტურბაკი რამას უნდა მიესწავლო ამას კი მიზანო სუდიაო კი ბატონო აი ასე არის დიახ გავსებ უკვე განხილვის დროს ვიტყვი ხოლმე კი ბატონო და კიდე გავიმეორებ ეს არის 2008 წლის ომის შემდეგ მისი გამოსვლა და დღეს ზურაბ ჯაფარიძე არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი. კი ბატონო და მაქვს რამდენიმე ვიდეო, რა თქმა უნდა, მე ამას აუცილებლად მომნახავ, სადაც იგივე მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობს რუსეთის კეთილდღეობაზე საქართველოსთან მიმართებაში და დღეს ბავშვები გამოიყვანეს და იგივე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს მოუწოდებს თქვენი დექით მანდ თქვენ გააპროტესტეთ, ოღონდ რას აპროტესტებენ
შეიძლება ეხლა ბავშვები დამესიონ და ახალგაზრდობა და მითხრან როგორ ჩვენ ვაპროტესტებთ არა რუსულ კანონს ჩვენ ვაპროტესტებთ უბრალოდ რუსულ კანონს ვაპროტესტებთ და არა რუსეთს და რუსეთი ოკუპანტია ჩვენ ვაპროტესტებთ იმას რომ ჩვენ გვინდა ევროპაში კი ბატონო მიბრძანდით სადაც გინდათ მაგრამ ეს არ არის პროტესტის ფორმა იმიტომ რომ პროტესტი მაშინ იქნება მართალი როდესაც მართლად გაწოდიან იდეას, იდეა უნდა გქონდეს და ინფორმაციულად უნდა ვიყოთ ჩვენ მყარად ფეხზე დამდგარი. ჩვენ როდესაც ვაპროტესტებდით იგივე 80-იანი წლების ბოლოს ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენ გვინდოდა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს ეს სიტყვები აღარ ისმის. სამაგიეროდ პრეზიდენტი მოითხოვს იმას, რომ რადგინდათ ორგანიზატორები და პარტიული ეს დამოკიდებულება და პარტიების ხელმძღვანელებიო. იდექით თქვენ და გააპროტესტეთო. ეს ბავშვები ეწირებიან. თუ დანარჩენები ჩირკში სხედან. კარგით. ბიძინა შენის ნებართვით დავიწყოთ, ხო? კი ბატონო და მე რაც შეუპირდი მაყურებელს მას გავაკეთებ. აუცილებლად. მეოცე ოქმი ცოტა ვრცელია და ამიტომ ჩვენ გავყოთ ხო და ნაწილ წავიკითხოთ ასე ჯობსად. ჩვენ თვითონ მივხვდებით სად უნდა შევჩერდეთ, ხო? ოქმი ნომერი 20 ფინანსური პროგრამა, პროგრესული გადასახადი, საფონდო სალარო, პასუხისმგებლობა, წარმომადგენლობის შეცვლა, კაპიტალის გაყინვა, ფულის გამოცემა, ოქროს ვალუტა, სამუშაო ძალის ღირებულება, ბიუჯეტი, სახელმწიფო სესხები, 1%-იანი სერია, სამრეწველო ქაღალდები, გოიების მმართველები, მედროვეები, მასონთა აგენტები. დღეს ჩვენ შევეხებით ფინანსურ პროგრამას, რომელიც მე შემოვინახე მოხსენების ბოლოსთვის, როგორც ურთულესი და გადამწყვეტი პუნქტი ჩვენი გეგმისა. შეგახსენებთ და ადრეც მithქვამს, რომ ჩვენი მოქმედების შედეგი დაკავშირებულია ციფრებთან. როცა ჩვენ გავმეფდებით, ჩვენი თაობა თავს აარიდებს გოიების მნიშვნელოვანი თანხით დაბეგვრას. არ უნდა დავივიწყოთ მამის და მფარველის როლი, მაგრამ რადგანაც სახელმწიფო ორგანიზაცია ძვირი ჯდება, აუცილებელი ავიღოთ მისი შესანახის აღსარი. ამიტომ საჭიროა შემუშავდეს გათანაბრების საკითხი. ჩვენს მმართველობას, სადაც მეფეს რეგულარულად ეკუთვნის ყველაფერი, რაც სახელმწიფოში არის, შეუძლია კანონიერების ფარგლებში ამოიღოს ყოველგვარი თანხები მათ დასარეგულირებლად. აქედან გამომდინარე ყველაზე უკეთესია შემოვიღოთ პროგრესული გადასახადი კერძო საკუთრებაზე. მდიდრებმა უნდა შეიგნონ, რომ მათი ვალია ზედმეტი ქონების ნაწილი გადასცენ საერთო სახელმწიფოებრივი ხმარებისთვის, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო წარმოადგენს მათი დანარჩენი ქონებისა და პატიოსანი მოგების შენარჩუნების გარანტს. ეს სოციალური რეფორმა უნდა წამოვიდეს ზემოდან, რადგან ის აუცილებელია როგორც გარანტი. ღარიბის დაბეგვრა რევოლუციის მაცვლის დათესვაა და სახელმწიფო საზარალებს, რადგანაც წვრილმანის ზებნაში მთავარს აკარგვინებს. ამისგან დამოუკიდებლად კაპიტალისტების დაბეგვრა შეამცირებს სიმდიდრის გაზრდას კერძო პირთა შორის, რომელსაც ჩვენ ამჟამად ძალთა არათანაბრობის დასამყარებლად ვიყენებთ გოიების სახელმწიფოში. გადასახადი, რომლის პროცენტი გაიზრდება კაპიტალის რაოდენობის შესაბამისად, გაცილებით მეტ შემოსავალს მოიტანს, ვიდრე დღევანდელი საყოველთაო და საცენზო გადასახადი, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა, როგორც გოიებს შორის უკმაყოფილების და მღელვარების გამომწვევის საშუალება. მოდი აქამდე. კი ბატონო. კი ბატონო, ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. და უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ქეთის პათოს. მან საკმაოდ ვრცლად და მისთვის ჩვეული ემოციურობით ისაუბრა ქვეყნიურ არსებობაზე და დღევანდელ სიტუაციაზე. იმიტომ კიდევ ერთხელ ამბობს, გარდა იმისა, რომ არის მოქალაქე, არის დედა და ბებია და ქეთის შვილიშვილის ტოლი ბავშვები, ახალგაზრდები არიან დღეს იქ და არიან გამოყენებული როგორც ფორმა იარაღი. და ბარემ აქვე ვიტყვი, სანამ გადავიდოდე თემაზე. ეხლა ძალიან ხშირად არის, რომ არ იქა რუსული კანონი და არ იქა ერთ-ერთი არგუმენტი იყო ესეთი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მიულოცა დღევანდელ ხელისუფლებას და პრეზიდენტმა პუტინმა სცნო დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ამიტომ ეს ხელისუფლება არის რუსეთის აგენტი. და ეს არის რუსული ხელისუფლება და მე მინდა შევახსენო საზოგადოებას და უთხრა ქეთის შვილიშვილების ტოლ ბავშვებს.
20 წლის წინანდელი პერიპეტიები, როდესაც მათი მეორე მათგანი დაბადებულები არ იყვნენ, ან პატარები იყვნენ. პრეზიდენტი პუტინი ჯერ დავიწყოთ იქიდან ულოცავს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას იმიტომ, რომ მან სალაპარაკო მისცეს, მოქმედების საშუალება მისცეს საქართველოში მყოფ მის აგენტურას, რომელიც ძალიან ბევრია დღეს. მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ვითომ პროდასავლელები არიან, ვითომ პრეევროპელები არიან, მაგრამ სინამდვილეში აკეთებენ რუსულ საქმეს. და მათ შორის არდამალეს საყოველთაოდ ცნობილია, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 18 წლიდან არის რუსეთის აგენტი, თავის დროზე ის იყო კგბ-ს აგენტი. პრეზიდენტ პუტინთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს დღემდე თემურ ალასანიას, იმიტომ რომ ისინი თავის დროზე დიახ, მიხეილ სააკაშვილის ბიძას. ისინი თავის დროზე ერთად მუშაობდნენ გერმანიის საელჩოში და იმის მერე არიან მეგობრები. და მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ დღემდე. და მოყოლებული 2004 წლიდან ინტერნეტში დევს ეს მასალები, როგორ ელაქუცება პრეზიდენტი სააკაშვილი და პრეზიდენტი პუტინი ერთმანეთს, როგორც მიშა და ვალოჯა, როგორც მიხეილ ნიკოლაევიჩი და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი და რა პოზიცია აქვთ მათ ერთობლივად და ერთ აზრზე რას ამბობენ, როგორ არიან სანამ დადგებოდა 2006 წელი და ისინი დაიწყებდნენ შეგნებულად თამაშს, ვითომ და განსაკუთრებით ეს ეხება მიხეილ სააკაშვილს, ვითომ ის არის ოპოზიციაში პუტინთან. და სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს ის, რაც საჭიროა რუსეთისათვის და ბოლოს. რა თქმა უნდა. მე მინდა შეგახსენოთ კიდე ერთი ფაქტი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში ზელენსკი, პრეზიდენტმა პუტინმა გამართა პრესკონფერენცია და სადაც ზელენსკის პირდაპირ პრესკონფერენციაზე ოფიციალურად მოთხოვა, რომ მოქალაქეობა აღედგინა უკრაინის მოქალაქეობა აღედგინა მიხეილ სააკაშვილისათვის. რაც ზელენსკიმ შეასრულა დაუყოვნებლივ. და დართეს ნება პრეზიდენტ სააკაშვილს უკრაინაში შესული იყო, იქ თავისი მოქმედებები დაეწყო ტრადიციული დესტრუქციული და შემდეგ უკვე გამოუშვა საქართველოში დროთა განმავლობელი დროის მერე. ასე რომ და ამას თუ დავუმატებთ კიდე იქ ნაყოფიებს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელიც ასევე უკვე 18 წლიდან არის კგბ-ს აგენტი და დღეს შემდგომში უკვე რუსეთის ფსბ-ს აგენტი, ამას დავუმატებთ კიდე ხოშტარიეს და ძალიან ბევრს წელს. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მინდა იცოდეთ, რომ დღევანდელი ლიდერები ნაციონალური მოძრაობის, რომელიც გადანაწილებულები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში და არასამთავრობო სექტორში, ზოგი მათგანი ჩანს და ზოგი არ ჩანს, არიან რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში. გარდა ამისა, ესენი სულ ყველა არიან გამბანილი ქართველთა სისხლში, თანამოძმის სისხლში და მე გულისხმობ ამ შემთხვევაში 91-92 წლის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მის შემდგომ პერიოდს. უბრალოდ კიდევ ერთხელ ამბობ, ზოგიერთ მათგანი ჩანს და ზოგი არ ჩანს კულისებიდან მართავს სიტუაციას. და ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, მინდა მოგიწოდოთ კიდევ ერთხელ, რომ მიიღეთ ყოველთვის გადაწყვეტილება ცივი გონებით და არავითარ შემთხვევაში ემოციებზე დაყრდნობით და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქცეთ ბრმა იარაღად. დიახ. ჩვენი სამშობლოს არაკეთილმოსურნეთა ხელში. და რაც შეეხება ახლა უშუალოდ ამ ოქმს, მეოცე ოქმს. ეს ოქმი ითვალისწინებს რას? ეგ არის ძირითადად ოქმი, რომელიც არის აგებული ეკონომიკაზე და ფინანსებზე, კონკრეტულ მოქმედებებზე, საბანკო სესხებზე, ბიუჯეტზე და ასე შემდეგ. და აქ არის რა, და აქ იგულისხმება, დავიწყებ იმით, აქ იგულისხმება მართველებზე, როცა ლაპარაკი იგულისხმება პირდაპირ ანტიქრისტეს მმართველობა. იგულისხმება პირდაპირ ეგრეთ წოდებული ნეოლიბერალური ეკონომიკის მამები,
რომლებიც იგივე აი თანამედროვე სიტუაციაში რო ვიყოთ, იგივე საქართველოს რო არ გავხსნით, ხო? მაღალ პროცენტიანი საბანკო სესხები რისთვის არის. ხო? საბანკო ბუმი რო იყო ერთი პერიოდი განსაკუთრებით შევარდნაძის და მიშას ხელისუფლების დროს. ხო? რატომ იყო ეს ბუმი? ეს ბუმი იყო, იმიტომ რომ მოსახლეობაზე რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური ზეწოლა ყოფილიყო. მეტად ასე ვთქვათ, დაეკაბალებინათ მოსახლეობა. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ახლა ქვეყანაში ცხოვრობდით და იყო ნაირ-ნაირი ბანკები, რომელიც გვთავაზობდნენ სხვადასხვა პროცენტიან სესხებს და მერე დროთა განმავლობაში ისინი კოტრდებოდნენ და ეს ნიშნავდა იმას, რომ მათი მფლობელები გარკვეული თანხის მოგების შემდეგ ტოვებდნენ ქვეყანას და უცხოეთში მართავდნენ ბიზნესს და ან კიდე რაღაც ბინძურ ავანტიურაში ეხვეოდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ხალხის ხარჯზე მდიდრდებოდნენ. და სანაცვლოდ იყო რა და განსაკუთრებით მიშას დროს რომ ავიღოთ ეს პერიოდი იყო რა რომ იმდენად აჭირებული სიტუაცია იყო რომ აი მარტო ყველაფერს რო თავი დავანებო დაახლოებით 200,000 ადამიანი 200,000 ოჯახი უბრალოდ დარჩა უსახლკაროდ იმის გამო რომ ელემენტარულად არ ქონდათ იმის საშუალება რომ ოპერაციის ფული გადაეხადათ და იძულებულები იყვნენ აიღოთ იპოთეკური სესხი და შემდეგ ამ იპოთეკურ სესხს ვეღარ ფარავდნენ. ეს ყველაფერი კარგად იყო გათვლილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო კარგად გათვლილი და შემდეგ უკვე რომ ცოტა უფრო გლობალურ წერილში რო ვიყოთ უკვე როგორც სახელმწიფოებრივ მიდგომას. ხო? თანამედროვე სოფლიო საფინანსო საერთაშორისო ორგანიზაციები, ხო? ესეთ ორგანიზაციები მაგალითად როგორც არის სოფლიო სავალუტო ფონდი სოფლიო ბანკი და სხვადასხვა ახლა ხო შემოსულები არიან საქართველოშიც და ჩვენერ განვითარებად ქვეყნებში და ეგრეთ წოდებულ ბანანის რესპუბლიკებში ანუ განუვითარებელ ქვეყნებში ერთადერთი მიზნით რომ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური სარგებელი ნახონ თვითონ მათ და დააკაბალონ ასე ვთქვათ კიდევ ერთხელ მოვოთ ეკონომიკურად გაანადგუროთ კონკრეტული სახელმწიფო და ამ შემთხვევაში მე ლაპარაკი მაქვს უკვე ჩვენს ქვეყანაზე. და ამას უნდა დაუპირისპირო ერთადერთი რამ. გონევრული გადაწყვეტილებები ისევ და ისევ მაქსიმალურად დიდი მოთმინებით გაკეთებული ყველაფერი რა თქმა უნდა განათლება და ამ განათლებაც აუცილებელია და კონკრეტული შეგონება არსებობს ჩემო ძვირფასებო რომ მოთმინებით შენით მოიპოვე პური შენ და ეს ნიშნავს რომ უნდა გაუძლო ყველაფერს დიადი ბიზნეს განხორციელების გამო რომ გადარჩე რომ შენი ქვეყანა გაიყვანო სამშვიდობოს და უბრალოდ ახლა ძალიან რა გამგზელდა შეფასება ჩემი შესავალი ასე ვთქვათ ვიტყვი ერთს რომ უკრაინის ომამდე ეს მე ადრეც მithქვამს ყველა ხელისუფლება და ოცნების ხელისუფლებაც მათ შორის ზედმიწევნით აკეთებდა ყველაფერს რასაც ეუბნებოდნენ თანამედროვე მსოფლიოს მამები. კი ბატონო. იმიტომ რომ იგივე შევარდნაძის დროს, იგივე სააკაშვილის დროს ჩვენ გვახსოვს კაპიკებად გაყიდული ჩვენი სახელმწიფო ქონება. ჩვენი სტრატეგიული ობიექტები და იგივე ჩვენ გვახსოვს კახაბენდუკიძე, რომელიც არაფრად აგდებდა სახელმწიფო ქონებას და სტრატეგიულ ობიექტებს და იძახდა რომ მითხარით რას ნიშნავს სტრატეგიული ობიექტიო და კი ბატონო და იყიდებოდა კაპიკებში. კი ბატონო. ასე რომ ძვირფასო მეგობრებო ეს მინდოდა მეთქვა ამ ეტაპზე და შემდეგ უკვე როცა განვიხილებთ ამ მოქმედს, ამ გაგზელებას მერე დანარჩენს ვიტყვი კიდევ. ესე მე არასოდეს არ ვიტყვი ბენდუკიძეზე ცხონებულს ეს ერთმა ღმერთმა იცის ის ცხონებულია თუ არა, მაგრამ რატომღაც უცებ გონებაში წამოვიდა კახა ბენდუკიძის სოფელი. დიდი გომში რომ არის. ხო? დასახლება კი, კახა ბენდუკიძის დასახლება კი. ხო. ანუ ყველას თავისი დასახლებები, ყველას თავისი ადგილები, ყველას თავისი მიწები, მოკლედ ეს რაც ქართველებს აქვთ. მაგრამ ოღონდ ღმერთმა იცის ისინი რამდენად ქართველები არიან, იქნება გადაკეთებული გვარებია. ეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შინაგანად რო ქართველები არ არიან, ეს ფაქტია. და
მეორეც და ყველაზე საგანგაშო და საშინელი აქ ეხლა ეს უკვე ბადაღებული თემაა, მაგრამ არავის მაინც აი ამ ხელისუფლებაში თუ წინა ხელისუფლებაში თუ ასე შემდეგ არავის არ აინტერესებდა რამდენად და როგორ რა გროშების ფასად გაიყიდა აღარ ვაფერს ვამბობ სტრატეგიულ ობიექტებზე მე ვამბობ ისეთ სტრატეგიული ობიექტი იმიტომ რომ სახელმწიფო შედგება ტერიტორიისაგან და ადამიანებისაგან და ამ შემთხვევაში ტერიტორიაზე მაქვს საუბარი და აღარაფერს ვამბობ მონებად ქცეულ თავისივე სამშობლოში იმ ქართველებზე, რომლებიც ვიღაცა ჩამოთეთლილ უცხოელებს, რომლებიც ამ მიწების ბატონ-პატრონები გახდნენ, მონებად და მოჯამაგირეებად უდგანან და თავისივე მიწაზე კაპიკების სანაცვლოდ ემსახურებიან ვიღაცა არა მე არც ერთ იმას ერს და ეროვნებას არ ვამცირებ, რა თქმა უნდა, რა უფლება მაქვს, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მე რატომ დავემსახურებოდე ვიღაც მეპატრონე არაბს, მიწის მეპატრონეს, ინდოელს და ასე შემდეგ, რა ვინც არიან და რატომ დავხედავდე ჩემს აქ თბილისში გადამწვარ გაუბედურებულ რუსთაველზე უკრაინის დროშებს შემოხოულ ახალგაზრდობას. აი მე არ ვიცი ვინ და როგორ არიან, აი ესენი მე ამაზე კიდე ვისაუბროთ, უბრალოდ კახა ბენდუქიძის სოფელზე გამახსენდა და მე მოვყევი ეს ყველაფერი. და იგივე გახსოვს კი აღნიშნე წეღანეს პატარა მომენტი გაიხსენე, მაგრამ მოდი ერთი მომენტი კიდე გაიხსენე თბილისის პუტჩის შემდეგ 90-იან წლებში, როგორც კი განდევნეს კანონიერი ხელისუფლება 92-ში 6 იანვარს მალევე შემოვიდა ვაუჩერები. ერთი წლის მერე. თუ ერთი წლის შემდეგ, ხო? არა, კუპონები კი, მაგრამ ხო 30 კუპონები. არა, მე მგონი ლარებში შემოვიდა. ვაუჩერები შემოვიდა 94. ხო. რომ ისა, იმიტომ რომ მახსოვს 30 ლარი ღირდა. ღირდა მინიმუმ 5 ლარი, 6 ლარი და მაქსიმუმ 30 ლარი. მაქსიმუმ 30 ლარი. და ადამიანებს, რომელთაც აღარ ქონდათ საარსებო საშუალება და აფხაზეთიდანაც უამრავი დევნილი იყო, იძულებით დევნილი თავისი ადგილებიდან, თავისი კუთხიდან და გაჭირვება იყო. და საჭმელი, სასმელი არ ქონდა ადამიანებს. მათ ეს 30 ლარიანი თუ 5 ლარიანი თუ 6 ლარიანი ვაუჩერები გაყიდეს და იმისთანებმა ჩაიგდეს ხელში. გახსოვს აი ამით იყიდა იგივე ჯუღელებმა იყიდეს ხო გახსოვთ რა ბესო ჯუღელმა და ასე შემდეგ რა ვიცი ახლა მარტო ბესო ჯუღელმა კი არა ვინც მაშინ იყო ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და ბიზნესელი და ისარგებლეს მათ ეს იყო მაშინ რომან გოცირიძე თესობებს ლაპარაკობს კი ბატონო რაც არსებობს 88 წლიდან მოყოლებული სულ მოღალატეს სტატუსი აქვს მეტი არაფერი იმიტომ რომ სულ ქვეყანას ანგარავს კი ბატონო აი ასეთი გამდიდრებულები მოვიდნენ და მე უკვე შემოვიდა გახსოვს მიწებზე სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესდა გადასახადები თუნდაც ის პატარა მიწა რაღაც 6 კვადრატული რო გერგებოდა და იმაზე გადასახადები და ასე შემდეგ ნუ არ ვიცი კერძო საკუთრება უნდა დაბეგრილიყო და ის თუ გახსოვს პირველად რომ შემოვიდა მე მაგალითად ახლა სულ რა ვიცი რამდენი წელია ჟურნალისტი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში მეც პატარა გოგო ვიყავი, ახლა ნუ არ ვიცოდი ახლა ეკონომიკაში ბევრი არაფერი გამეგებოდა, მაგრამ DGG ეს სიტყვა რომ შემოვიდა და ხალხის აჯანყება, იმიტომ რომ რაღაცა მასიურად გადაუარა ტალღამ და ეს გახდა 20%-იანი, აი ეს DGG და შემოსავლების დაბეგრვა რაღაცა სასწაული კატასტროფული ფასით თუ რაღაცას არასწორს ვამბობ იქნება შემი სწორი არა კი ბატონო DGG-ს ქვია საერთოდ კი დამატებითი ღირებულების გადასახადი კი ბატონო მაგრამ ის 20% მაშინ იყო კატასტროფა და ეხებოდა აქციის კი ბატონო ან აი ახლა ამაზე გამახსენდა ეს
პენსია რომ შემოვიდა ვითომ ეს ყულაბა რომ საპენსიო შენატანი უნდა გქონდეს აი ეს სად მიდის ეს საპენსიო დანაზოგი ვის ჯიბეში მიდის რას ვიხდით აგი როგორც შემოვიდა მე ისევ გავქნა მე კი ისევ ბატონო და მაგრამ დღეს არის რომ დღეს არის რომ ვიხდით. საპენსიო ფონდი როგორც ასეთი ჯერჯერობით არ არსებობს ხო მაგრამ რო იხდის სავალდებულო არა სავალდებულო გახდა ის მაგრამ არის არ თქვათ სავალდებულო არ არის როგორ არა არის სავალდებულო ნებაყოფლობითიც არის იმიტომ რომ უბრალოდ არის კანონით გაწერილი ვადები ვადაში თუ მოასწარი რომ შენ აგა შენ აღმერთმა და ეს შენ უარს ამბობ ეს იყო აღარ არის არა არის მე ჩემ მეგობარი მუშაობს ფინანსთა სამინისტროში ჯერ კიდევ ანალიტიკურ კი ბატონო მე არ მინდა გადახდა არა მითხრა უკვე მგატყი მე ვიდექი მაგ პრობლემის წინაშე და მითხრა ბიძო დაგაგვიანდა განცხადების დაწერაო აგა შენ აღმერთმა ისე მიაჩუმათ ეს სულ რაღაცა ძალიან მიზერი ვადები იყო დაგაგვიანდა და ასე რომ მეკვეთება მეც ასე ვთქვათ აგა შენ აღმერთმა ხო და აი ამას ვიძახი რომ ეს სად მიდის მე ეს თანხა ნუ ეს მიდის ოფიციალური ვერსიით ბიუჯეტში არაოფიციალური ვერსიით ეგ მართლაც ჯიბეში ვიღაცის ოღონდ არა ჩვენ ანუ ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას რასაც გვაჭრიან და იგივე მეწეგან რაც მოგასმენინეთ თუნდაც იგივე მამუკა ხაზარაძე და თუნდაც იგივე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რა ვიცი მე აი ესე დგანან და აი ამ ჩვენს ფულებს ასე იდებენ ჯიბეში და ჩვენ ამ სამევახშეო თანხას ვერასოდეს ვერ ნახავთ ალბათ კი ბატონო განვაგრძოთ ძალა რომელსაც დაეყრდნობა ჩვენი მეფე მდგომარეობს წონასწორობასა და მშვიდობის გარანტიაში კი ბატონო კაპიტალისტებმა თავიანთი შემოსავლის ნაწილი უნდა დათმონ სახელმწიფო მანქანის მოქმედების უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო საჭიროებისათვის თანხა უნდა გაიგონ მათ რომელთაც ეს არ დაამძიმებს ასეთი ღონისძიება მოსპობს ღარიბის მხრიდან მდიდრის სიძულვილს რომელშიც უკვე დაინახავს საჭირო ფინანსურ დამხმარეს, მშვიდობისა და კეთილდღეობის დამფუძნებელს. მოდი რა, აი ამაზე მითხარე. კი ბატონო. აქ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მართლში იგულისხმება ანტიქრისტე და გაწონესწორება და იმიტომ რომ ნათელი მაგალითი ყოველივე ნეგატივის ამ რაც აქ წერია, იყო წინა ხელისუფლება და კონკრეტულად რა, მას ჰქონდა ესეთი იდეოლოგია რომ ხალხის გულის მოსაგებად ბიზნესის ტერორი მიდიოდა და ნუ მიდიოდა ის რომ არ იქა ყველა ბიზნესმენი უნდა ზრუნავდეს ხალხზე და ყველაფერში ხდებოდა რა ყველა ბიზნესმენი უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი მისი იდეოლოგიის გამტარებელი და უნდა მოდი უხეშად ვიტყვი ესე უნდა მოეწველა მას ისე როგორც უნდა არ მოწველიდა და არ ითამაშებდნენ მაგ თამაშს და ნუ შემდეგ ხდებოდა მათი დაჭერა ბიზნესებში ჩამორთმევა და 1000 უბედურება კიდევ და ეს ნიშნავს რას რომ ესე იგი აქ ნიშნავს რომ სახელმწიფო ტერორი ბიზნეს ტერორი აკეთებდა იმას უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით ამ შემთხვევაში სიონისტთა კრების იდეოლოგიის მხარდამჭერთა დაყრდნობით ამ მასონებისზე დაყრდნობით იმიტომ რომ თვითონ ესენი იყვნენ მასონთა ორდენის წევრები შევახსენებ საზოგადოებას თუ შევარდნაძეს და სააკაშვილიც იყო ერთი მასონური ორდენის მალტის ორდენის წევრი ერთი დამფუძნებელი მეორე რიგითი წევრი უბრალოდ რაინდი და რაინდის ჯვრის კავალერი და შესაბამისად ამისა მიდიოდა რა რომ ხალხის გერლოდებული პიარი მიდიოდა რომ თითქოს ესენი ზრუნავდნენ ხალხზე და ბიზნესმენებს ართმევდნენ თანხას და ვითომ შეხედეთ რა კარგები ვართ როგორ ზრუნავთ თქვენზე და სინამდვილეში როგორ კიდევ ერთხელ ვამბობ იმას რომ იყო რომ არც ერთს არ უნდა დაკაბალება სიტუაციის ნებისმიერი ბიზნესის ჩახშობა თუ არ იყო მათთვის მისაღები ეს და ხშირ შემთხვევაში არ იყო. იმიტომ რომ მათი ინტერესი და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ უკრაინის ომამდე ყველა ხელისუფლება შევარდნაძეც სააკაშვილის და ოცნებაც აკეთებდა ყველაფერს იმას რასაც უბრძანებდნენ დღევანდელი მსოფლიო მამები რომლებიც ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ისე აღარ არიან მსოფლიოში დომინანტები როგორც იყვნენ მაშინ საბედნიეროდ იმ არჩევნების მერე რაც მოხდა
ევროპარლამენტში, სხვადასხვა ქვეყნებში და დღეს უკვე ამერიკაშიც და მაგრამ სანამ იგივე ტრამპის იქნება უკვე პრეზიდენტად კურთხევა, ანუ ინაუგურაცია ტრამპის, მანამდე ცდილობენ მოასწრონ ბევრი რამ მათი შავგნელი საქმეები მოასწრონ. და კიდე აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ის, რომ იქ მიდიოდა ესეთი იდეოლოგიური წნეხი, ამ შემთხვევაში ვიტყვი საქართველოს მოსახლეობაზე, რომ ქართველები ვართ უნარონი, ზარმაცები, არაფერი შეგვიძლია ჩვენი შესაძლებლობა მარტო მრავალჯამიერი და სხვა არაფერი და ისიც იმასაც გვიწუნებდნენ, რომ ქართული სუფრა ეს არის საშინელება და ქართულ სუფრაზე ჩხუბის მეტი არაფერი ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო სპეციალური იდეოლოგიური დივერსია, რაც მაშინ ხდებოდა და შესაბამისად ამ იდეოლოგიური დივერსიის ნაწილი იყო შესაბამისად ეს ასე ვთქვათ ბიზნეს ტერორი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ასე ამომწურავად ახსნისთვის და მეწეღან როდესაც სოფლები ჩამოვთვალე, დამავიწყდა რომ ჩინური სოფელი და ამერიკული სოფელია კიდევ თუ ჩინური ქალაქია თუ რა გვქონდა სოფელი. არა, ჩაინათაუნს რაც შეეხება და ამერიკულ სოფელს, მაგასაც გეტყვი კი ბატონო. ეს ამერიკულ სოფელს და ამერიკულ სოფელს რაც შეეხება, ეს არის ამერიკის საელჩოსთან განლაგებული სახლები, რომელშიც ძირითადად ცხოვრობენ საქართველოში მოღვაწე ამერიკის მოქალაქეები, საელჩოს თანამშრომლები, ბიზნესმენები და სხვები. ეს არის ძირითადად. კი ბატონო. და ძალიან ჩინური და რაც შეეხება ჩინურს, ხო, ეგენი. და არ დაგვაწყდეს კიდევ აზერბაიჯანული ორთაჭალაშია. აი ეს ახალაშენებული კორპუსები. ეს ჯერ მხოლოდ ის არის. შავი პიარი მეტი არაფერი ჯერ კიდე ვიცი სადაც არის. იქ ჩემ ეკლესიასთან ახლოს შედარება. ორთაჭალისა და იმის ტერიტორია არის, აი ქვემოთ რომ ჩადიხარ შავი ზღვის ქუჩიდან, ხო? კი ბატონო. და რაღაცა შინელად იგივე რაც შეეხება იგივე ჩინურ დასახლებებს და რაღაცას ეს ჯერ მიშას დროს იყო ამის მცდელობა მაგრამ სამტრედის რაიონში და სხვაგან მაგრამ იქ მოსახლეობამ გააკეთა ის როგორც ჩავიდნენ ისე გამოვიდნენ და ახლა იგივე თბილისის ზღვასთან არის ახალაშენებული კორპუსები რომელსაც ასე ეძახიან, მაგრამ მე ყველაფერი ჯერჯერობით არის შავი პიარი, ჯერჯერობით არის რაღაც მცდელობები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში იქ არ მოხდება ისეთი კომპაქტურად ჩინელების დასახლება, როგორც ამის სურვილი აქვს და როგორც იგივე კომპაქტურად არ მოხდება, კარგია. რა თქმა უნდა. ამაზე მეტი რა უნდა დასახლდნენ, რაც არიან დასახლებულები. ამაზე მეტი როგორ შენ ხო იცი რომ მადა ჭამაში მოდის. კი ბატონო. ასე რომ მადიანა ჭამა იციან კიდე ხო? არა მარტო მათ და იგივე არაბული ესენი რო არიან სოფლები და იგივე სხვაებიც, მაგრამ მოდით ვიყოთ ხნეთ და აუცილებლად უნდა ვიყოთ მხნეთ და ოპტიმიზმით უნდა ვიყოთ განწყობილი, მაგრამ ხუმრობ ხოლმე ესეთ რაღაცასო ჩვენ უკვე ბოლო რამოდენიმე წელია თითქმის 1-10 წელია ხუმრობ ამას რაღაცა ჩვენ ერთ სერიოზულ კევას კიდე გადავიტანს. და ასე რომ მიდის მაკეთ კიდე ახლა მოდი გავაგრძელოთ. კი ბატონო. შემდეგ ვიტყვი და კი ბატონო, მაგრამ მე აუცილებლად ცოტა რომ შევჩერდებით შენ რომ მიმოიხილავ, მე რაღაც გამახსენდა და მაშინ უნდა ჩავხტო აუცილებლად. ეკონომიკან ვაგრძობთ. ეკონომიკური კრიზისები მოვაწყეთ გოიებისთვის ფულის ბრუნვიდან ამოსაღებად. ზუსტად რაც ხდება, ხო? უზარმაზარი კაპიტალი იყინებოდა სახელმწიფოდან ფულის ამოღებით, რომელსაც ისევ მისთვის უნდა მიემართოს სესხისთვის. მოკლედ რა ჩვენ და ჩვენი ბანკები. კაპიტალისტთა ხელში მრეწველობის კონცენტრაციამ ამოწოვა ხალხის, მასთან ერთად სახელმწიფოს შესაძლებლობები. ფულის ახლანდელი გამოშვება სულაც არ შეეფარდება საყოველთაო მოთხოვნებს, ამიტომაც ვერ დააკმაყოფილებს ყველა მუშას. ფულის გამოშვება უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის გაზრდას. აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვებიც, როგორც მომხმარებელი. ფულის გამოშვების გადასინჯვა მნიშვნელოვანი საკითხია მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ იცით, რომ ოქროს ვალუტა დამღუპველი აღმოჩნდა მისი მიმღები სახელმწიფოსთვის, რადგან მან ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნილებები. ამასთანავე ჩვენ მოვახერხეთ მაქსიმალური რაოდენობის ოქროს ამოღება, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ საწარმოო ძალის ღირებულების ვალუტა, ფულის გამოშვებას ვაწარმოებთ ყოველი ქვეშევრდომის ნორმალური მოთხოვნილებების შესაბამისად. აი ეს მიმოვიხილოთ და გამახსენდა საყდრისის აფეთქება ბიძინა ივანიშვილის პერიოდში.
კი ბატონო. ჩვენი ოქრო. კი ბატონო, მაგასაც გეტყვი, იმიტომ რომ უკვე რო კითხულობდი, ხო? რო კითხულობდი ჩვენი ახლო წარსული. კი ბატონო. იმიტომ რომ შენ გახსოვს კიდე შორნოძე ახალმოსული იყო და მიმართა მოსახლეობას რომ ეხლა შემოიტანეთ ფული ბანკში. კი ბატონო, დიახ. და 2-1 წლის მერე მიიღებთ ორმაგ. კი ბატონო. შემოსავალს. და მე რა მოუვიდა იმ ფულს? მე ის ფული იქცა კუპონად და კუპონი რა იყო ეს ყველათ კარგად გვახსოვს, იმიტომ რომ მაშინ ახსოვს იყო ასეთი ვიცე-პრემიერი თეიმურაზ ბასილია, რომელიც იყო შემდგომში ლარის შემოტანის ავტორი, ამ კონცეფციის ავტორი და სავალუტო ფონდთან ურთიერთობის დროს თქვა ეგეთი რაღაცა, რომ სოციალზე გამოსულმა, რომ 1,800,000-დან რო ჩამოვიდაო ჩვენი ასე ვთქვათ, კუპონის შეფარდების კურსიო 800,000-მდეო, ეს არისო სერიოზული არგუმენტი ჩვენი მხრიდანო. და ხალხო, რომ წარმოიდგინოთ ახლა რამხელა დაბალი შეზღუდული უნარიანობის იყო ეს კუპონი, ხო? ახლა ერთი $1 იყო, უბრალოდ $100 იყო 1,800,000 კუპონი. ეხლა პური რა ღირდა არ გახსოვს 25 მილიონი კუპონი თუ რაღაცა ეგეთი რაღაც აღერდა. კი კაცო მე მქონდა 6 მილიონი კუპონი რომელიც არ ყოფნიდა ორ კვირას ტრანსპორტში. ორ კვირას ტრანსპორტში და ჯანსაღი რომან კოცერიძეს რას ეძახდნენ მაშინ კუპონას ხო? ალკუპონე და ეკონომიკა იყო რომანომიკა. ხუმრობით და არის ასეთი დღეს მოქმედი ძალიან ძლიერი და სერიოზული ეკონომისტი გოგიტა ცუცკირიძე მან მეუძღვნა ვრცელი წერილი გაზეთში რომანომიკა და ეკონომიკის საფუძვლები იყო და ნუ სადაც დასაბუთება იყო რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ეკონომიკური და რა თქმა უნდა იყო სარკაზმი და იყო იუმორი გაჯერებული იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა თენგისი გუასთან მიმყავდა მე რუბრიკა ეკონომიკური აფიორა და აი იქ მაშინ სხვათა შორის ის გაზეთები ეს ჩემი არქივი სხვათა შორის მაშინ თენგისი გუა და რომანო კოცირიძე ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ ერთი უბრალო მიზეზის გამო რომ რომან კოცირიძე იყო მაშინ ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი და მომხრე იყო ლიბერალური ეკონომიკური მიმართულების თენგისი გუა იყო მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების მომხრე და ნუ და რომელი ჯობდა საქართველოსთვის? საქართველოსთვის ჯობდა მკაცრი. მკაცრი, იმიტომ რომ როდესაც ერთი ვალუტა იცვლება მეორეთი და ისიც მით უმეტეს არის ომი და არის გარდამავალი პერიოდი. იქ არ შეიძლება თავისუფალი მიმოქცევა იყოს, ასე ვთქვათ, ლიბერალური მიმოქცევა იყოს და ის მახსოვს მე რომ ავტომანქანის ნომრები უნდა გადაგიხადა $10 თუ $30 და ესეთი მიმოქცევი მაშინ, როდესაც უნდა ყოველთვის უნდა იყოს კაცრი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ შენმა ვალუტამ, რომელიც ახლა ხან შემოდის, მაშინ კუპონი იყო, რომ შეიძინოს რაც შეიძლება მეტი მსყიდველობით უნარიანობა. რაც შეიძლება მეტი და თორე მაშინაც ხდებოდა იმდენი ვალუტა იყო რომ ოქტრისას. რუსულ ფულს ცალკე ჰქონდა, დოლარი ცალკე იყო, ევრო მაშინ არ იყო თორე იქნებოდა, მაგრამ ის აზერბაიჯანული მანათი და გირვარქა სტერლინგი და გერმანული მარკა იყო მაშინ და კიდევ ვინც ის რა. ბიძინა დღეს არის 2 დეკემბერი და რომ გავიარე დილით ქუჩაში, რომ მოვდიოდი სამსახურში მე ნახე როგორ ავარდა დოლარი. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის უმძიმესი სიტუაცია ახლა, ხო? და განსაკუთრებით თბილისში, ხო? იწვება, ინგრევა, პარალიზებულია აბსოლუტურად ყველაფერი, შეჩერებულია სწავლა, განათლება, ნუ მოკლედ ყველგან აბსოლუტურად და დაკეტილია მთელი რიგი ობიექტები. ავარდა დოლარი და ევრო. აი ეს რას ნიშნავს? აი რამ მდგომარეობაში ვარ და ხალხმა რა უნდა ქნას? აი ყურე. ეგ მთელსოფლიოში ასეა, როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში არის არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ვითარება შესაბამისი, ხო?
იქ ყოველთვის ეროვნულ ვალუტას ეცლება საფუძველი და საერთაშორისო ვალუტა ისეთი როგორც არის დოლარი და ევრო მატულობს კურსი მათ შორის შეფარდება და თუ იყო დაუშვათ პირობითად რო ვთქვათ $100 იყო დაუშვათ 150 ლარი, ხო? ძალიან ნამდვილი შესაძლებელი ხო და პირობითად ძალიან ნამდვილი შესაძლებელია რომ რამოდენიმე დღეში ან რამოდენიმე საათში გახდეს $100 1500 ლარი. არა 1500 ლარი. ეგ მერთმა დაგვიფაროს რომ ესე შესაძლებელი არის. ოღონდ ამისთვის უნდა იყოს რა რომ ძალიან სერიოზული ეკონომიკური პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. აი ეს გასაგებია რაც მითხარი, მაგრამ მოდი ახლა დავუკვირდეთ. იგივე რომ შეხვიდე სასურსათო მაღაზიაში და პირველადი მოხმარების საგნები ნივთები, პროდუქტები იყიდო, ხო? პირველადი და აუცილებელი. არის კატასტროფა ფასი, ჯერ ისე რა ფასი იყო დღემდე და აი ახლა ემატება თუნდაც 5 თეთრით, მაგრამ ემატება. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც იქ ქვეყანას ბანკის ვალი აქვს. კი ბატონო. თითქმის ყველა მეორე კი არა, ყველა პირველი აბსოლუტურად ბანკის ვალით ცხოვრობთ, ბანკის ვალებით. პროცენტები ემატება, ვეღარ რეგულირდება, ხო? ვისაც დოლარებში აქვს სესხი, ხო უკვე წარმოგიდგენია რა კატასტროფა არის. დოლარში ვერ იხდის, იხდის ლარებში, ხო? იმიტომ რომ ასეთი მიდგომა არის აქ, ასეთი კურსი არის ჩვენთან. და მერე უკვე ეს გაღატაკებული, გაუბედურებული ადამიანები ან თვითმკვლელობით ამთავრებენ სიცოცხლეს, ან ყაჩაღობაზე მიდიან, ან ვეღარაფერს ვეღარ აკეთებენ და სხედან გაუბედურებულები. და ამ დროს ემატება კომუნალური გადასახადები, აგერ გვპირდებიან, რომ ახალი წლიდან გაზი მოიმატებს, საფასური გადასახადი და მოიმატებს ელექტროენერგია, ბუნებრივია, იმიტომ რომ ამხელა ფული იხარჯება აქ. აი ამ მოვლენებში, აი ამ ვაკხანალიაში და მოიმატებს ისევ ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღოთ. აი ადამიანმა რა ქნას? პირველ რიგში რა უნდა და შენ წეღან აღნიშნე რომ ანტიქრისტეს უნდა შეწირონ, ხო? მთელი აი ეს წეღან რომ გააკეთები მოხილა და ჩვენთან როგორ ხდება ფულის ამოღება? მაშინ იყო მიშა სააკაშვილის პერიოდში გახსოვს როგორ ღამე შუა ღამისას უმართავდნენ სასამართლოებს და ქონებას აფორმებინებდნენ. ანალოგიური ხდება ახლაც. ანუ ამათ ვწირავთ ჩვენ მთელ ჩვენს ბიუჯეტს, ხო? თუ რამე გაგვაჩნია შინ თუ ერთი წუთი კეთე. ესე ერთი ახლა ანალოგიური არ ხდება, უბრალოდ რაც შეეხება გაწვირებას და არასტაბილურ სიტუაციას, რაც შეეხება. ხო, წეგან ახსენე რომ ეს მთელ სოფლიოში ასეა, როდესაც ქვეყანაში არის არასტაბილური ვითარება, კონკრეტულად ქვეყანაში აუცილებლად არის ეკონომიკური რყევები. და იმ ეკონომიკური რყევის შედეგი არის ის რაც ხდება და ჩვენთანაც ხო, როდესაც დაიწყო ეს აქციები, ხო? შესაბამისად ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე და რაც შეეხება უკვე სასურსათო მაღაზიებს, ხო, დიდ მაღაზიებზე მაქვს ლაპარაკი, როგორც არის ახლა გუდვილი, კარფური, ორი ნაბიჯი, მაგნიტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ისენიც ზოგი იმის გამო რომ უბრალოდ თადარიგს იჭერს ასე ვთქვათ, ჭალებში აწვირებს პროდუქტებს. ხო, იმის გამო რომ მან არ უნდა რომ დაგარგოს არც ერთი თეთრი. და მიზეზი არის ის რომ ქვეყანაში არის არასტაბილური სიტუაცია, ცვირდება ყველაფერი და ისიც უნდა აყვეს. ეს არის ძირითადი მიზეზი. გამოსავალი აქედან არის ერთი, შემოკარგო რომ ჩვეულებრივ პატარა მაღაზიებზე უნდა გადაერთოს საზოგადოება და ამ პატარა მაღაზიის მფლობელებმა, ხო? ახლა ჩემს ირგვლივ საბედნიეროდ არიან ისეთები, რომელმაც გაუძლევს ყველანაირ რყევას. კი ბატონო. ხო? გაუძლევს ერთადერთი მიზნით, აი გადავიდნენ ძალიან მცირე მინიმალურ მიზერულ მოგებაზე. მაგრამ კლიენტურა შეინარჩუნეს და გაზარდეს. და ესეთი რაღაცა უნდა გაკეთდეს ახლაც. კი ბატონო. იმიტომ რომ ალტერნატივა არის ყოველთვის რა. ალტერნატივა ხდება დიდი სუპერმარკეტების პატარა მაღაზიებით. ასე დროს. აი კოდა ალტერნატივა არის კიდე სოფლის მეურნეობა
კი ბატონო. ალტერნატივა რომელიც დღეს აღარ აქვს. არა, გვაქვს კეთი, გვაქვს, უბრალოდ ისეთი აღარ არის, როგორც გვახსოვს მე და შენ. კი ბატონო, ელემენტარულად სოფლის რძეს ვეღარ იყიდი და სოფლის კარაქს. კი ბატონო, ესეთი აღარ არის, როგორც გვახსოვს მე და შენ და მე და შენ გვახსოვს ძალიან ძლიერი სოფლის მეურნეობა. როგორ მიყვარს სოფლის რძე და სოფლის კარაქი და ელემენტარულად სოფლის პროდუქტი. რა თქმა უნდა. კი ბატონო. კი ბატონო, ბიძინა, მადლობა, მაგრამ იცი, მაშინ როდესაც საქართველოს ქონდა ოქრო, ქონდას იმიტომ ვიძახი, რომ ააფეთქე საყდრისი და არ რა შეეხება საყდრისის აფეთქებას, ჩემო კარგო. საყდრისის აფეთქებას რა შეეხება, მაგ თავის დროზე ეთქვი 2014 წლამდე ძალიან დიდი და სერიოზული ინტერესი ქონდა კობა ნაყოფიას. კი ბატონო და ძალიან დიდი და სერიოზული ინტერესი. მიშა და კობა ძალიან კარგად იყვნენ ერთმანეთში. ხო და, ნუ ეხლაც არიან. ხო. შორს არ არიან, ეხლაც არიან და საყდრისის აფეთქება მოხდა ივანიშვილის დროს. ხო და ივანიშვილის დროს რომ მოხდა საყდრისის აფეთქება, ეს მაშინ ივანიშვილი არ იყო ახლოს, საყდრისთან იყო კობა ნაყოფიას და გააკეთეს ისე რომ კობა ნაყოფიას უარი ათქმევინეს საყდრისზე. კი ბატონო და ვინ ათქმევინა? ვინ ათქმევინა უარი და ამ ხელისუფლებამ ათქმევინა უარი. აგა შენ აღმერთმა, ხო და აი მაგას ვიძახი. ხო და ეს აფეთქება წინ უძღო და აფეთქება წინ უძღო და ამ უარს. დიახ ბატონო, ასე რომ საქართველოს რომელიც პოტენციურად საკმაოდ დიდარი ქვეყანაა, ყველაფრით აბსოლუტურად ნიადაგი გინდა სავსე იყო ყველა შემადგენლობით და ნიადაგის ზემოთ კიდევ უხმოსავლიანობა ჰქონდა. ოქრო გინდა, ჩვენია შავი ოქრო გინდა, ჩვენი იყო და ასე შემდეგ და რა ვიცი მე, ყველაფერი ამ სარეწაო საშუალებები, იგივე თევზი, იგივე სოფლის პროდუქტები, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ აი ასე გაგვამათხოვრეს, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეს ფაქტი ასეა, არიან უკიდურესად ღარიბები მოსახლეობის და არიან უკიდურესად მდიდრები, რომელიც ალბათ მოსახლეობის 5%-ს შეადგენენ და დანარჩენი არიან ღარიბები, ასე რომ საშუალო ფენა, რომელიც გათვლილი იყო და ჩვენ წინა ოქმებში წავიკითხეთ, ეს შეგნებულად მოსპეს. განვაგრძოთ. შემოსავლის და გასავლის ბიუჯეტი უნდა ვაწარმოოთ გვერდ-გვერდ გოიების ფინანსური დაწესებულების და პრინციპების ჩვენს მიერ დაპროექტებულ რეფორმებს ისეთივე ფორმა მივცეთ, რომ მან არ ააღელვოს არავინ. რეფორმების აუცილებლობას ჩვენ ვუჩვენებთ იმ არეულ-დარეულობის მაგალითზე, რომელიც მოიტანა გოიების ფინანსურმა უწესრიგობამ. პირველი უწესრიგობის მიზეზია უბრალო ბიუჯეტი, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება გარკვეული მიზეზებით. ეს ბიუჯეტი გასტან შუა წლამდე. შემდეგ ითხოვენ მდგომარეობის გამოსასწორებელ ბიუჯეტს, რომელსაც ხარჯავენ 3 თვეში. ამის შემდეგ აუცილებელი ხდება დამატებითი ბიუჯეტის მოთხოვნა. ყველაფერი ეს მთავრდება სალიკვიდაციო ბიუჯეტით, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტი დგება საერთო გაანგარიშების მიხედვით. ყოველწლიური ბიუჯეტის დანაკლისი აღწევს 50%-ს, ამიტომ წლიური ბიუჯეტი 1 წელიწადში სამაგდება. ამ ხერხის წყალობით გოიების სალაროებით დაცარიელდება, შემდეგ მოსულმა სესხის აღების პერიოდმა გოიების სახელმწიფო გაბანკროტებამდე მიიყვანა. გოიები მოგეხსენებათ, ვინც ახლა დღეს პირველად შემოგვიერთით, ბიძინა აი ამ მიმოხილვამდე აგიხსნეთ თუ ვინ არიან გოიები, ჩვენ ვართ. დიახ. მართალია გოიები არის ყველა არაებრაელი ერის და ხალხი. მასონების გაგებით. რა შეეხება ყველაფერ ამას, ახლა რა ჩვენ წაიკითხე, ხო? ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ, ხდებოდა დღემდე. ეს ყველაფერი ხდებოდა და აქ გათვლილი იყო რა ძირითადად ის რომ ჩვენ ვალი გვაქვს, მოსახლეობას რომ ვალი გვაქვს, ეს არის შეგნებულად გაკეთებული. შეგნებულად, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს გვინდა ნორმალურად ცხოვრება, იმიტომ რომ საქართველოში ახლა სტომართმოყვარეერი ვართ და ნათესაობა ვიცით და მტვერმოყვარე სამსახური ვიცით და როცა ეს ყველაფერი გვინდა და შეჩოვლი როცა ვართ ჩვენ ლაღ ცხოვრებას, ხო? ხო. ახლა სხვანაირად არ გამოდის, ელემენტარული შემოსავალი რო გქონდეს, ბუნებრივია ბიზნესი რო დაიწყო რაღაცა რო უნდა დაიწყოს სესხი. სამწუხაროდ სხვანაირად არ გამოდის, მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში, ნუ ამ სესხს ფარავ იმ შემთხვევაში თუ წარმატებული საქმიანობა გაქვს. აი თუ არა გაქვს წარმატებული. თუ არა გაქვს წარმატებული საქმიანობა, ეს არის ძალიან ცუდი და აქ არის ერთი რამე, სადაც მithქვამს.
როდესაც ჩვენ სესხს ვიღებთ, აუცილებლად უნდა გავთვალოთ როგორც მოგება, ისე წაგება, ანუ რისკ ფაქტორები. აუცილებლად უნდა გავთვალოთ, აუცილებლად უნდა იყოს ეგრეთ წოდებული სარეზერვო თანხა და როდესაც ჩვენ სესხს ვიღებთ, იქ ხარიხარალიში არ უნდა დავხარჯოთ. სამწუხაროდ ეს ხშირად არ გამოგვდის. დავხარჯავთ და მერე ვდგებით ხოლმე ფაქტის წინაშე ვაიმე რა გვეშველება და ზოგს მერე პოულობთ გამოსავალს და ზოგი ვერა. სამწუხარო რეალობა ეს არის და აქ უკვე რაც ხდება, ხო, რაც ეს წერია, ეს არის ყველაფერი კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არის ყველაფერი მიზანმიმართული ნაბიჯები კაცობრიობის განადგურებისაკენ. ჩვენ შემთხვევაში რო ვთქვათ, ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯები ქართული მოსახლეობის განადგურებისაკენ და მაგრამ აქვე ვიტყვი. კი ბატონო. რომ თავის დროზე ხო უკვე 25 წელი გავიდა თუ არ ვცდები, გაერო გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც ვიწინასწარმეტყველა საქართველოს მოსახლეობას, ეთნიკურ ქართველებს, რომ 2050 წლისთვის ჩვენ ვიქნებით უმცირესობა ჩვენსავე ტერიტორიაზე და ჩვენ ვართ მომაკვდავიერი და ეს უკვე ამ ხელისუფლების დროს განათლების მინისტრს ჩხენკელს უთხრეს ესეთი რამ, როდესაც გააუქმებინეს გამოცდები. ხო. პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენ ხართ მომაკვდავიერი და თქვენ არ გჭირდებათ ფუნდამენტური განათლება, თქვენ უნდა იცოდეთ მარტო წერა კითხვა. აი ეგეთი რამ უთხრეს და ეხლა რომ შეიცვალა სიტუაცია დღეს საბედნიეროდ და დაიწყეს უკვე ფუნდამენტურ განათლებაზე მოქმედება და ზრუნვა და ახალი ასე ვთქვათ განათლების კონცეფციაზე. აი როგორი იქნება ეს კონცეფცია, ეს ცოტა საკითხავია და ამას მომავალი გვიჩვენებს საბოლოო ჯამში. ხოდა ნახოთ საბოლოო ჯამში რო გვიჩვენებს და უბრალოდ აქ რაღაცა ეხება ეკონომიკურ პრობლემებს ძირითადად, ხო? ისევ და ისევ ვამბობ ერთ რამეს, რომ ყოველთვის როცა ჩვენ რაღაცა გვინდა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ უცებ ეს ჩვენ და საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არაფერი არ მიიღწევა, ყველაფერს უნდა მივაღწევთ დელელა თანდათან ეკონდა დიდის მოთფინებით. და აუცილებლად, როდესაც განსაკუთრებით სესხს რო ვიღებთ, ის არ უნდა ავიღოთ არავითარ შემთხვევაში დოლარში ან ყოველ ვალუტაში. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ არასტაბილური გარემოში და როდის რა იქნება ღმერთმა იცის და არავითარ შემთხვევაში არავინ, იმიტომ რომ თანაფარდობა როგორც ეხლა ხეთი მითხრა რომ უკვე გაზრდილია, მომავალშიც რა იქნება და ჩვენ ვიხდით, ჩვენ ხელფასი გვაქვს ლარებში ძირითად მოსახლეობას, ხო? ისეთ ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს და ხელფასი აქვს დოლარსა და ევროში. კი ბატონო. ამიტომ ძირითადად ჩვენ სესხი უნდა ავიღოთ ყოველთვის ლარებში. მაგრამ წყიდობით უნარიანობა არ აქვს ლარებს, ჩემო ბიძინა, იმიტომ რომ ბინის ყიდვა გინდა დოლარებში იყიდება, ანუ უცხოურ ვალუტებში იყიდება. ყველაფერი არის დოლართან, ძირითადად დოლართან შესაბამისობაში და ამიტომ გინდა, არ გინდა სესხს იღებ იმ დოლარის შესაბამის ეკვივალენტს ლარებში, თუ კი ლარებში იღებ და ამ დროს ეროვნული ბანკი გეუბნება და მოქმედებს ისე რომ შენ რომ გონია რომ მაგალითად ყოველთვიურად ან ყოველწლიურად ამდენ პროცენტში გაქვს შენ ეს სესხი აღებული ლარებში ვამბობ შესაბამისად რა ეკვივალენტ ლარებში და გონია რომ აი ახლა უნდა გადაიხადო პირობითად ვამბობ თქვათ 500 ლარი მინიმალური გადასახადი ყოველთვიური პირობითად ვამბობ ხო უცებ ეროვნული ბანკი რაღაცა რეფორმას ატარებს და იმავე წელს ჯერ არა გაქვს შეტანილი პირველი გადასახადი რომ უკვე არის ის 500 ლარი გახდა 750 ლარი მე ამას პირობითად ვამბობ კიდევ მეორე მაგაც გამოსავალი მაგაც არის გამოსავალი მაგაც არის კეთი ამის წინაშე კი ვიცი ეს პირველი შემთხვევა არ არის მაგრამ გამოსავალი მაგაც არის უბრალოდ როდესაც ხელშეკრულებას არ გადაიხდი და არა არ გადაიხდი კი არა უბრალოდ რა იცი ხელშეკრულებას როცა დებ ბანკთან თუ ეს კერძო საფინანსო ორგანიზაცია იქნება თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყოველთვის უნდა იყოს ისეთი პუნქტი რომელიც ეხება ამ სავალუტო რყევას
კი ბატონო, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს ესეთი პუნქტი და როდესაც ესეთი პუნქტი არის და თან არის შენ სასარგებლოდ, ხო? იმიტომ რომ მეც დამიდია ხელშეკრულებები და ჩემ დასაბედნიერად რომ არასდროს ესეთი ხელშეკრულება არ დამიდია. რომელიც იყო ჩემს აზრით. ბიძინა, შენ წაიკითხე თავიდან ბოლომდე ის წვრილად ნაწერი, მაგრამ ადამიანებს აღარ აქვთ ნერვი, რომ აი ეს წვრილად ნაწერი, რომელსაც კტენიან 25 ფურცელს ერთდროულად. ხო და ამიტომ ჩემო კარგო, წელან თქვი, რომ არავით არ შემთხვევაში, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ეს ხელშეკრულება იქნება, სესხი იქნება, თუ რა იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლად ნაუცბათევი გადაწყვეტილება ეს არ უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს ემოციაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ყოველთვის ასე დროს ემოციაზე მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი არის წაგებული. ბიძინა, აი ახლა რა სიტყვი იმაზე, როდესაც იგივე კორონავირუსის დროს, როდესაც ლოკდაუნი იყო თუ რაღაცა ჯანდაბა იყო და ადამიანები სახლში შინ დასვეს და მათ გარეთ გამოსვლის საშუალებაც არ ჰქონდათ, მისცეს საშეღავათო პერიოდი, ხო გახსოვს ბანკებმა, თვითონ ძალიან ისეთი დიდი სიყვარული გამოიჩინეს თუ თანაგრძნობა, გვერდში დგომა და სოლიდარობა გამოუცხადეს ადამიანებს, ასეთი იყო თითქოს, აი ასე და გაჭირვებულ ადამიანს მეტი რა უნდა და საშეღავათო პერიოდი მიცეს, მაგრამ საშეღავათო პერიოდს ბანკი მევახშე როგორ გაგიკეთებდა თუ იმას არ გაგისამაგებდა იმ პროცენტებს და როდესაც გავიდა საშეღავათო პერიოდი ისევ კორონავირუსის პერიოდი იყო, მაგრამ გავიდა საშეღავათო პერიოდი და ადამიანებს ეს მომენტი, ანუ შეღავათის მომენტი გაუსამაგდა, აი როგორც აი აქ წერია რა. პრინციპში ეს მოხდა და აი აქვე ვიტყვი და მე განაგძერ შენ რომ თუნდაც აი სამაჩაბლოს ომის დროს ხო? ამ ხელა ფორს მაჟორი სიტუაცია იყო, ომიანობის პერიოდი იყო, მაგრამ ბანკებმა ადამიანებს, იგივე დევნილებს, რომლებიც სამაჩაბლოს ხეობიდან იძულებით გადმოადგილდნენ და ადამიანები იყვნენ გაურკვეველ მდგომარეობაში, ბანკებმა არანაირი სოლიდარობა და თანადგომა არ გამოუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ პუნქტში ეწერა ფორს მაჟორი, აი ეს სიტუაცია და მაშინ უნდა მიცემოდა ხალხს საშეღავათო პერიოდი. მაგრამ არავინ არ დაინდოდა განსაკუთრებით მე მქონდა შეხება ტაო პრივატ ბანკთან მაშინ და ნუ არ ვიცი ესე იგი მთელი ჩემი ნერვების და კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა მათთან შერკინება. აი ეს არის და გინდა წაგიკითხავს ის წვრილად ნაწერი და გინდა არ წაგიკითხავს. ყოველთვის ჯობია წაიკითხო, მაგრამ უკვე სამაჩაბლოს ომის დროს ეს იყო მიშას პერიოდი და პირდაპირ ხელისუფლება ატარებდა ბანკებს და უკვე ბიძინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილმა დაფინანსა ვარდების რევოლუცია და შემდგომი პერიოდი არა, ამაზეც ამბობდა რა სოროსიო, ხო არის მისი ინტერვიუ, ხო? არის, მაგრამ უკვე და ბიძინა ივანიშვილი არ დაგავიწყდეს, ძალიან კარგი ფინანსისტია, ეკონომისტია და მით უმეტეს ხო? კი, მაგრამ ტაო პრივატ ბანკი იყო, ტაო პრივატ ბანკი თუ ესე. არა, მაგას არ ვიძახი რომ ბიძინასი იყო, არა აქვს მნიშვნელობა. არა, ტაო პრივატ ბანკი იყო ზურაბ ნოღაიდელის. კი ბატონო, ვიცი. ხო და უბრალოდ რა არის მაშინ? კრედო ბანკი გახარიასია ხო თუ არ ვწდები? თუ კალაძის არის. არა. კრედო ბანკი არის არც გახარიასი, არც კალაძის. აქ არის ერთი ჩემი მეგობარი არის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ვიცი იქიდან ერთი აზერბაიჯანელი, ამერიკაში მცხოვრები აზერბაიჯანელი კაცია და არის მისი. და მეორე ასევე ფინკა ბანკი და კრედო ბანკი, ისიც ასევე აზერბაიჯანელი იყო მფლობელი და ესენი გაერთიანდნენ ერთმანეთში. ხო და რაც შეეხება დანარჩენს, ხო იგივე რო თქვა, ეხლა იგივე ომის დროს და მაშინ სუფეხებზე ეკიდათ, ბოდიში მაყურებელთან, მაგრამ ეს უნდა თქვა. ხო, მაშინ სუფეხებზე ეკიდათ მოსახლეობა და აკეთებდნენ ყველაფერს, ოღონდ მომგება მიეღოთ. და იმიტომ აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ გამოსავალი ძირითადად შემოწირფასება არის ერთადერთი. რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენ რამეს ვაკეთებთ, აუცილებლად გავაკეთოთ გავაზრებულად, რომ ისევ და ისევ ჩვენ არ დავზარალდეთ. კი ბატონო, ნუ თქვენ თუ ნერვი გექნებათ ბიძინა ამას ამბობს, დავფიქრდით, თქვენ თუ იღებთ ცესხს, აიღეთ
ეროვნულ ვალუტაში, მიუხედავად იმისა, რომ დოლართან მიმართებაშია ეს ყველაფერი და ჩვენთან თუ რამე იყიდება, ყველაფერი მაინც დოლარებზე იყიდება, უბრალოდ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში აიღეთ, მერე რა იქნება მე ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი სწრილად ნაწერი ან კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ და ხალხი გამოვიდეს მაინც კაცო და გააპროტესტოს რომ ცოტა მსხვილი შრიფტით დაწერონ. ნუ არა უშავს ახლა იმდენი ფურცელი აქვთ მაგათ რომ და იმდენი ფული აქვთ რომ ფურცლების ყიდვა როგორმე შეძლებენ. არა შეგნებულად იყო ასეთი რომ შესავალი იყო მარტო ეგ ერთი დაგაუწყდებოდა რა წერა შესავალში და თორე ახლა მე რო პირადად აი განსაკუთრებით მიშაზროს ხელშეკრულებებს დავდი ხოლმე ხო? სპეციალურად დამიჯდებოდნენ და მელაპარაკებოდნენ. ყურადღებით არ წამეკითხა და ან გავაჩუმებდი, ან გავდიოდი, წავიკითხავდი, შემოვდიოდი და მე ვეუბნებოდი, რომ აი შეცვალეთ ეს. აი მე ამაში ვარ დამნაშავე, რომ მე მაგალითად ნერვი არ მყოფნის, რომ ის ჩავიკითხო და ხელს ვაწერ. რაც არის აბსოლუტურად სისულელე. ბანკია თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ვინც არის, ხო თუნდაც კერძო იპოთეკარი ცდილობს მაქსიმალური მოგება ნახოს. კი ბატონო. და მაქსიმალური მოგების და კულკადრებულსაც კი კადრულობს. და პირადად მაგ ესეთი შემთხვევაც ჰქონდა, ის იყო 2009 წელი, როდესაც მომიტანეს მარტო ბოლო ფურცელი. და ხელი მოაწერებდა, მე ვთქვი, რას მოვაწერო მეთქი ხელი. აი ამასო და მე ვთქვი, ეს რა არის მეთქი და აი ესო არის ხელშეკრულებაო და ვთქვი, კაცო, მე ჩვენი თავი დაწერია და მე მოვაწერ ხელს. ნუ არ იქნება, კი იქნება და წამოვედი ისე რომ ხელი არ მომიწერია. ეგეთი რაღაცებიც ხდება. მაგრამ არიან ადამიანები იმ წუთას მე ფინანსურად მაგრად დავზარალდი, მაგრამ ხელი რომ მომეწერა, დავზარალდებოდი უფრო უარესად. მე მაგალითად ახლა არაერთ თბილისში რაც ხდება, ის სწორედ აი ამ მოვლენების პერიოდში, მე მირეკავს არაერთი ბანკი, სხვადასხვა ბანკებიდან მირეკავენ სესხის შემოთავაზების, ხო, სესხის შემოთავაზებით და მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ მჭირდება, მაგრამ არ ვიცი ამას რამდენად უნდა მოვაწერო ხელი. ძალიან კარგი იქნება თუ ვინმე ჩვენი მაყურებლიდან ძალიან კარგი ეკონომისტი, ფინანსისტი იქნებით და თუ ჩვენთან მობრძანდებით და აი ამ ფინანსურ პრობლემებზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ბიძინა არაჩვეულებრივად ხსნის, მაგრამ მე მინდა კომპეტენტური პირი, რომელიც ამ სიტუაციებზე რა თქმა უნდა, ეხლა სად მე და სად პროფესიონალი ფინანსისტი ან ეკონომისტი ან ძალიან კარგი ხო კი ბატონო და ძალიან გთხოვთ შემომეხმიანეთ, გნებავთ აქ კომენტარის გრაფაში ჩამიწერეთ, გნებავთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაგვიკავშირდით და თუ კი გექნებათ სურვილი რომ დაგვისხდეთ ეთერში, მადლობელი ვიქნები, იმიტომ რომ ეს მარტო მე კი არ მაინტერესებს, ეს მოსახლეობას აინტერესებს, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ, თუ კი ვთქვათ, რაიმე გარკვეულ სესხს მოაწერენ აი დღევანდელი მონაცემებით ხელს. განვაგრძოთ, თქვენ მშვენივრად გესმით, რომ ჩვენს მიერ გოიებისთვის შეთავაზებული მეთოდი ჩვენ არ გამოგვადგება. ყოველი სესხი ადასტურებს სახელმწიფოს უსუსურობას და სახელმწიფო სამართლის უცოდინრობას. სესხები დამოკლეს מחვილივით კიდია მმართველთა თავზე, რომლებიც თავიანთი ქვეშევრდომებისგან დროებითი გადასახადების აკრების ნაცვლად ჩვენს ბანკირებთან მოდიან მოწყალებისათვის გაწუდილი ხელებით. საგარეო სესხს ვერაფრით ვერ მოაშორებს სახელმწიფოს, თუ თვით სახელმწიფომ არის სურვა მისი მოშორება. არადა რამდენი რამ ხელავალები აქვს საქართველოს აი ეს საერთაშორისო ვალი. 109 მილიარდ დოლარი. და ეს ჩვენს შვილთაშვილების იქით თაობამდე გადადის, მე არ ვიცი ესენ როგორ გადაიხდიან და ალბათ ჩვენ კარგა ხანს ვიქნებით მონობის აი ამ რანგში. რაც წარმოადგენს სესხი მით უმეტეს საგარეო. სესხი არის სამთავრობო ვექსილების გამოცემა, რომელიც შეიცავს სესხების კაპიტალის შესაბამის პროცენტულ ვალდებულებას. თუ სესხის საპროცენტო გადასახადი 5% იქნება 20 წლის შემდეგ, სესხის ამღებით უბრალოდ გადაიხდის საპროცენტო თანხას, 40 წლის შემდეგ ის გადაიხდის 2 მაგ თანხას, 60 წლის შემდეგ 3 მაგს, ვალი კი ძველებურად გადაუხდელი რჩება. ამ გამოანგარიშებიდან აღკარად ჩანს, რომ ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს ფული აეკრიფა პროცენტული წარმატების გარეშე, გადასახადის საყოველთაო ფორმის მეშვეობით სახელმწიფო უკანასკნელ გროშებს კრებს ღარიბი გადამხდელებისაგან, რათა დაუბრუნოს მდიდარ უცხოელებს, რომლებისგანაც სესხი აიღო.
მოდი ბიძინა. კი ბატონო. მე ის მახსენდება ჯაყო და მეჭღანუაშვილი. ანუ რანაირად სოლომონ ისაკიჩ მეჭღანუაშვილი. ხო, რა თქმა უნდა, ხო და ჯაყო ხო. ასე რომ კი ბატონო. კი ბატონო, თანამედროვე სიტუაციაში რომ ხო რა, არის ესე. ეს ყველაფერი რაც აქ წერია. მიკეტუნ გასპარიჩი კიდე და ასე შემდეგ, ხო. ყველაფერი ასე რაც წერია ჩემო ძვირფასებო, ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მასონური ხელისუფლება არის მართველი. და ყველაფერი რაც ხდება იმ კონკრეტულ ქვეყანაში არის აბსოლუტურად მათთან შეთანხმებული. ჩვენთან საბედნიეროდ ეს არ ხდება ისე როგორც აქ წერია. უბრალოდ თქვა, არ ხდება ისე როგორც აქ წერია, არ დახდებოდა და ძალიან ასე ვთქვათ, მუქფერებში იყო დახატული ყველაფერი ეს. დიახ. და უბრალოდ მინდა გითხრათ ეგეთი რაღაც. აქ არის რა, რომ როდესაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს კონკრეტულ ვალს, საგარეო ვალს, შემდეგ რომ საჭიროა მისი გასტუმრება, ხო? საჭიროა მისი გასტუმრება და ამის მიხედვით არის ესე, რომ მოსახლეობისაგან უნდა ამოიღო ეს ვალი, როგადას ფული უნდა ამოიღო მოსახლეობისაგან, უნდა ასე ვთქვათ, ეკონომიკურად, კიდევ ერთხელ ვთქვამ სიტყვას, რომ დააკაბალო, გაანადგურო ეკონომიკურად და ამას უნდა დაუდო საფუძვლად ის, რომ რა ვქნა, სახელმწიფო ვარ, ცვლუნავ თქვენზე და ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ ისევ თქვენ იყოთ კარგად. და სინამდვილეში კონკრეტული ხელისუფლება, ხო, რომელიც არის ასე ვთქვათ, მართვაში, ქვეყნის სათავეში, ამ ვალიდანაც იღებს გარკვეულ სარგებელს, ამ ვალის ამოღებიდანაც. ეს არ მიდის მხოლოდ სახელმწიფო, ანუ საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო ბანკების, ასე ვთქვათ, ყულაბაში და მათი ფუნქციონერების და მათი მმართველების ყოლაბაში, მათ ჯიბეში, ხალხინაში ეს აუცილებლად ელექება კონკრეტული ქვეყნების სახელმწიფოს მმართველების ასე ვთქვათ ჯიბეში. ეს როგორც წესი. კი ბატონო. ეს მინდოდა მეთქვა სულ ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მე აქ რაღაცები მოვინიშნე და მე აუცილებლად მინდა მე მაყურებელს ეს განვაგრძოთ. სანამ სესხი საშინაო ხასიათს ატარებდა, გოიებს ღატაკთა ჯიბეებიდან ფული გადაჰქონდათ მდიდართა ჯიბებში. მაგრამ როცა ჩვენ მოვისყიდეთ საჭირო ხალხი, რათა სესხები საგარეო ბანკებში ეთხოვათ, სახელმწიფოების სიმდიდრეები ჩვენ სალაროებში გადმოვიდა და გოიები იძულებულები გახდნენ ჩვენთვის გადაეხადათ ქვეშევრდომის ხარკი. განვაგრძობ ახლავე, მაგრამ გამახსენდა შენ თქვი, რომ იგივე ვთქვათ, კრედო ბანკი და კიდევ რომელი მითხარი აზერბაიჯანი. ხო, ფინკა ბანკი, ესე იგი უხდით რა ამ ხალხს რა, ესეც ხო საგარეო ვალია, ვიღაცის ჯიბეში მიდის ჩვენი ფულები. საჭიროა ყველა მიცოდეს, რამდენი შრომა და ფული დაგვიჯდა მმართველი გოიების ქარაფშუტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბება სახელმწიფო საქმეების მიმართ და მინისტრების ორგულობა, ფინანსურ საკითხებში თანამდებობის პირთა გაურკვევლობა, რომელთაც თავიანთ ქვეყნებს გადაუხდელი ვალი დაადეს ჩვენი სალაროების სასარგებლოდ. კი ბატონო, ცოტა ხნის წინ თქვი ეს, რომ ნებისმიერი ვალი არ მიდის მეთქი ქვეყნის მმართველების ჯიბეში. კი ბატონო. ჩვენ არ დავუშვებთ ფულის გაყინვას, ამიტომ არ იქნება სახელმწიფო პროცენტიანი ქაღალდები გარდა 1%-იანი სერიისა. პროცენტიანი ქაღალდების გამოცემის უფლება ექნება მხოლოდ სამრეწველო კომპანიებს, რომლებიც ადვილად გადაიხდიან პროცენტებს მოგებიდან, სამრეწველო ქაღალდებს, რომლებიც სამრეწველო ქაღალდებს შეიძენს სახელმწიფოც, რომელიც სესხის გადამხდელისაგან გადაიქცევა გამსესხებლად. ასეთი ღონისძიება აღკვეთს ფულის გაყინვას, მუქთა ხორობას,
ზარმაცობას, რომელიც ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება გოიების სახელმწიფოში, მაგრამ არასასურველია ჩვენს მმართველობაში. გამახსენდა კიდევ ის, რომ გახსოვს სააკაშვილის პერიოდში მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დეი და მამი და თუ რაღაცა ეს მთელი ოჯახები იყვნენ მევახშეები, ანუ მევახშეებს ესენი ლობირებდნენ და აი ეს მევახშეობის კამპანია იყო საკმაოდ გაძლიერებული, თუმცა არც დღეს არ აკლებს. დიახ. აბა რას გვეტყვი ამაზე? კი ბატონო, დაასრულებ არემ. დავასრულებ, კარგი. აშკარად ჩანს გოიების მოუსაზრებლობა, როდესაც ისინი ჩვენგან სესხს იღებდნენ სარგებლით, არ ფიქრობდნენ, რომ ეს ფულია თანაც დამატებით უნდა ამოეღოთ სახელმწიფოს ჯიბიდან, რათა გადაეხადათ ჩვენთვის. უფრო ადვილი არ იყო თავისიანებისაგან აეღოთ ეს ფული, ეს ამტკიცებს ჩვენი გამორჩეული გონების გენიალურობასთან დაგვცინიან კიდეც. გოიებს სესხის აღება ისე წარმოუდგენიათ, რომ მათ თავისთვის სასარგებლოდ ჩათვალეს. ჩვენი გამოანგარიშებით, რომელსაც თავის დროზე წარმოვადგენ, ყველაფერი იქნება ნათელი და გარკვეული. ის ბოლოს მოუღებს ბოროტ მოქმედებას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვფლობდით გოიებს. ჩვენ ისე დავაყენებთ ანგარიშსწორების სისტემას, რომ არც მმართველს და არც რიგით ჩინოვნიკს საშუალება არ ექნება გამოიტანოს უმცირესი თანხაც კი დანიშნულების გარეშე, ან გაგზავნოს სხვა წინასწარ განუსაზღვრელი მიმართულებით. გოიების მმართველები, რომლებიც ადრე სახელმწიფო საქმეებს ჩამოვაშორეთ, წარმომადგენლობის მიღებებით, ეტიკეტებით, მხიარულებით და სხვა საშუალებით, იყვნენ ჩვენი მმართველობის შირმები. მედრობეთა ანგარიშები, რომლებსაც ჩვენი აგენტები ამზადებენ, ყოველთვის აკმაყოფილებდა გოიების ბედს გონებას, პირდებოდა მათ დანაზოგის დაგროვებას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. თქვენი ცით სადამდე მიიყვანა ამ უზრუნველობამ, როგორ ფინანსურ დარღვევებამდე მივიდნენ, მიუხედავად მათი ხალხის შრომის მოყვარეობისა. მოკლედ, რაც დღეს ხდება, აი ამას გვიწერენ, აბა ბიძინა. კი ბატონო. ესე იგი, აქ არის ლაპარაკი რაზე, როდესაც ესე იგი არის მათი მმართველობა, ეს არის კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ანტიქრისტეს მმართველობა, იგულისხმება აქ. ჩვენ ყველავე თუ ვიცით, რომ იქ იქნება ანტიქრისტეს მეჭედი, რომელიც ანგარიში იწყება ყოველთვის 666-დან, იქნება ერთიანი. ხალხო, ეს არის პერიოდი, როდესაც არის ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური სივრცე, როდესაც მთელი მსოფლიო არის საზღვრებს გარეშე, ანუ ერთ საზღვრებში მოქცეული, რომელსაც ყავს ერთი მმართველი, ეს არის ანტიქრისტე და ყველა ქვეყანაში, სადაც არის გაბატონებული ანტიქრისტე, აქვს თავისი ნომინალური მმართველი, რომელიც რა თქმა უნდა არის მასონი, რა თქმა უნდა არის სიონისტთა კრების ოქმის იდეოლოგიის გამზიარებელი და გამტარებელი. და შესაბამისად ეგრძლებული სამართლებრივი სოციალური ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი. ყველაფერი ეს არის გათვლილი იმაზე, რომ აი როდესაც ესენი მოვლენ ქვეყნის სოფლიოში სათავეებში, ქვეყნის მმართველობაში, კი ბატონო, უნდა გატარდეს ის ყველაფერი ისე, როგორც აქ წერია. როგორც აქ წერია და ამის ნათელი მაგალითები, ხო? ამის ნათელი მაგალითები იყო და არის იმ ქვეყნებში, სადაც ეს ძალა არის ხელისუფლების სათავეში დღეს. ეს არის და ეს. ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა, შენ რაიმეს დამატება ხომ არ გინდა? მე მაყურებელს მინდა უთხრა, რომ მომავალ გადაცემას ჩვენ 21-22 ოქმებს გაგაცნობთ მომავალ გადაცემაში და შემდეგ უკვე ერთი გადაცემა დაგვრჩება 23-24 ოქმები და ამით და კიდევ ერთი მესამე გადაცემაც დავამატოთ, ესე იგი ეს იქნება უკვე შემაჯამებელი. კი გენაცვალე და შემაჯამებელი, როდესაც უკვე დასკვნის სახით ვიტყვით ყველაფერს. და მე ვფიქრობ, რომ შემაჯამებელი გადაცემის დროს ჩვენ აუცილებლად ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში, ამაზე მოვილაპარაკებთ მე და ბიძინა მესხი და სოციალური ქსელის მაყურებელთანაც გვექნება აუცილებელია, ძალიან საინტერესო. კი ბატონო და თქვენ შეგიძლიათ ოღონდ შემაჯამებელი გადაცემის დროს, ანუ ორი გადაცემის შემდეგ, ორი კვირის შემდეგ, იმიტომ რომ
ჩვენი ახალი გადაცემა გადის კვირაში ერთხელ, თუმცა ის იმავე კვირაში ორჯერ მეორდება და შემდეგ რა თქმა უნდა კიდევ ხუთშაბათს და შაბათს. კი ბატონო, ხუთშაბათს საღამოს 8 საათს. და ჩვენ შემდეგ რა თქმა უნდა ამ გადაცემებს მიუხედავად იმისა, რომ ძველი ჩანაწერი იქნება ამ ძველ ჩანაწერს, ანუ არქივიდან ვაბრუნებთ, იმიტომ რომ ეს ისეთი გადაცემებია, რომელსაც თავისი თითოეულ ოქმს თავისი დანიშნულება აქვს. კი ბატონო, მე-16 ოქმი. კი ბატონო, მე-16 ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინა გადაცემაში წავიკითხეთ და ახლაც სოციალურ ქსელში ეს ზიარდება და YouTube-ზე ჩვენს საავტორო ჰოსტინგზე, ტელეკომპანია PKTV-ის ჰოსტინგზე დევს, ანუ PKTV 2 შეგრძანდით, მწვანე ლოგო არის და იქ ნახავთ მე-16, მე-17, მე-18, მე-19 ოქმები ერთად არის ერთ გადაცემაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს გავაზიარეთ, მაინც მინდა ამ გადაცემაშიც წავიკითხო, რადგან სწორედ აქ არის ის ეპიზოდი, რომელიც დღეს პირადად შევეჩეხეთ ამ ეპიზოდს. უნივერსიტეტის გაუვნებელყოფა, ანუ მე-16 ოქმში ეს არის. კლასიციზმის შესვლა, აღზრდა და წოდება, მმართველის ძალაუფლება, რეკლამა სკოლებში, თავისუფალი სწავლების აღკვეთა, ახალი თეორიები, აზრის დამოუკიდებლობა, თვალსაჩინო სწავლება. ყოველგვარი კოლექტიური ძალების განადგურების მიზნით ჩვენ გავანადგურებთ კოლექტივიზმის პირველ საფეხურს უნივერსიტეტებს, გარდაგვქნით მათ ახალი მიმართულებით. მათი ხელმძღვანელები და პროფესორები თავიანთი საქმიანობისათვის მომზადებული იქნებიან საიდუმლო პროგრამებით, რომელსაც ოდნავადაც ვერ გადაუხვევენ დასჯის შიშით. ჩვენ სწავლებიდან ამოვიღებთ სახელმწიფო სამართალს, აგრეთვე სხვა პოლიტიკური ხასიათის საგნებს. ან საგნებს ისწავლის რამდენიმე ათეული პირი, გამორჩეული ნიჭის მქონე ხალხი, უნივერსიტეტებმა არ უნდა დაუშვან ძუძუმწოვრები, რომლებიც კონსტიტუციას ტრაგედიად ან კომედიად აღიქვამენ, დაიწყებენ პოლიტიკოსობანას, რომელშიც მათი მამებიც ვერ ერკვეოდნენ, უმცირესობის მიერ პოლიტიკის საკითხებში გაურკვევლობა გაამრავლებს უტოპისტებს და არასასურველ ქვეშევრდომებს. ამის მაგალითის დანახვა შეიძლება ამ მიმართულებით გოიების საყოველთაო აღზრდაში. როცა ხელისუფლების სათავეში მოვალთ, სწავლებიდან ამოვიღებთ ყველა არასაჭირო საგნებს. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ისტორიისა და ქართული მშობლიური ენის ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ამოიღეს ისეთი კლასიკოსი მწერლები და ისეთი ღირებული ნაწარმოებები, თქვენ ეს უკვე ვრცელდება სოციალური ქსელებით, შეგიძლიათ ნახოთ და ეს არის მართლა საგანგაშო მდგომარეობა და აი ისიც რაც ხდება უნივერსიტეტები დაკეტილია თბილისში აი ამ მოვლენების გამო და პროფესორ მასწავლებლები და სკოლის მასწავლებლები პირდაპირ მოუწოდებენ ბავშვებს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გავიდნენ მიტინგებზე, რომელსაც სადაც თვითონაც არიციან რას მოითხოვენ. როცა ხელისუფლების სათავეში მოვალთ, სწავლებიდან ამოვიღებთ ყველა არასაჭირო საგნებს და ახალგაზრდობას ვაქცევთ ხელისუფლების მორჩილებად, რომლებსაც მმართველი ეყარებათ როგორც იმედი და ბურჯი მშვიდობისა და კეთილდღეობისა. კლასიციზმს და ძველი ისტორიის ყოველგვარ შესწავლას, რომელშიც ცუდი მაგალითი მეტია ვიდრე კარგი, ჩვენ შევცვლით მომავლის პროგრამით. ადამიანის ხსოვნიდან ამოვშლით გასული საუკუნის ყველა ფაქტს, რომელიც ჩვენთვის არასასურველია. მათგან დავტოვებთ მხოლოდ მათ, სადაც აშკარად ჩანს გოიების მმართველობის შეცდომები. სწავლების პროგრამაში პირველ ადგილს დაიკავებს სწავლება პრაქტიკულ ცხოვრებაზე, აუცილებელ წყობაზე, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე, ცუდი ეგოისტური მაგალითების აღმოფხვრაზე, რომელიც ნთქავს ბოროტებას, საკითხის ასეთ დასმას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეტი აღარ არის საჭირო, ეს საკმარისი არის, აი ეს ეპიზოდი, დანარჩენ თუ ვრცლად გინდათ გაიგოთ, ნახავთ ჩვენს გადაცემაში. რაიმეს დამატება ხომ არ გინდა ბიძინა? კი ბატონო, კი ბატონო. ვიტყვი, იმიტომ კი ბატონო. როცა განვიხილავდით ამას მაშინ თქვი, ზოგადი კომენტარი გავაკეთე მაშინ და ეხლაც ვიტყვი იგივეს. დიახ. ძვირფასო მეგობრებო, რაც აქ არის, ეს ემსახურება ახალი ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება რობოტი და მას არ იქნება განსჯის უნარი. კი ბატონო. სასწავლო პროგრამები ყველაფერი არის გათვლილი ამაზე. ამის მიხედვით და საბედნიეროდ დღეს ამას ყველაფერს დაესვა წერტილი მართალია ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ მაინც. და კიდევ ერთს ვიტყვი, რომ უკვე დასასრულისაკენ, რომ ძვირფასო მეგობრებო,
კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქცეთ ბნელი ძალების ხელში იარაღაც. კი ბატონო. და რა თქმა უნდა გავიხსენებ პეკატივის დევის, რომელსაც მე თავის დროზე ვამბობდი, გემშვიდობებით მომავლის რწმენითა და იმედით და რა თქმა უნდა ჩვენ მოვდივართ და მომავალი ჩვენია. და რომ პეკატივი არასოდეს მოგატყუებთ და ჩვენ მოვდივართ მომავალი ჩვენია. მე მინდა რომ ადამიანებს მივცეთ კიდე ოპტიმიზმის საშუალება და ვუთხრათ რომ მამა გიორგი ბასილაძემ ესეთი რაღაც ახლა ამოვიკითხე ის სიტყვები კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა და თქვენ მამა გაბრიელის საწყისამ წმინდა გიორგის მიქაელ მთავარანგელოზის ყველა ჩვენი წმინდანი ფარველების, წმინდა მფარველების და წმინდანებისა და ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისა და ვიცით რომ საქართველოში იმდენი სალოცავი გვაქვს ჯერ მარტო წმინდა გიორგის რომ მტერი ვერაფერს გვავნებს ჩვენ თუ ერთმანეთს ხელს ჩავჭიდებთ და ერთმანეთი გვეყვარება. მაგრამ გიორგი ბასილაძე, მამა გიორგი ბასილაძე ამბობს რომ ეკლესიიდან უნდა დაიწყოს განწმენდაო. ეს მისი სიტყვებია. მე არ ვიცი, მე ვერაფერს ვერ ვეტყვი. ერთი ეს ვიცი რომ ჩვენთან არც ღმერთი არც და იყოს და იქნება კიდეც ყოველთვის და თუ გასაწმენდია აუცილებლად უნდა განიწმინდოს და ამას უფალი მიხედავს თვითონ ამ საქმეს. რაც შეეხება განწმენდას, აბსოლუტურად უნდა მოშორდეს და გაიწმინდოს ყველა სტრუქტურა, რომელიც დღეს და ამას წინათაც და იმის წინათაც და 70 წლისა თუ 32 წლის მანძილზე უკანონოდ აქვთ დაკავებული ვიღაცებს, რომლებიც სამშობლოს ღლეტენ. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ალალად და გულწრფელად დგას. თუნდაც აი მიტინგზე და ალალად და გულწრფელად ჯერათ, რომ სამშობლოს ათავისუფლებენ. არიან იქ ალალად მისული ახალგაზრდობა. ასე ალალად იყვნენ წასულები აფხაზეთის ომში. ასე ალალად იყვნენ წასულები სამაჩაბლოს ომში. მაგრამ გახსოვთ სამაჩაბლოს ომის ამბები გავიხსენოთ. მე სამაჩაბლოს ხეობას ვამბობ და არა სამხრეთ ოსეთს, არასოდეს არ ვიტყვე სამხრეთ ოსეთს. გახსოვთ როგორ ერთმანეთს ასწრებდნენ, ისე გარბოდნენ ეგრეთ წოდებული მთავარსარდლები და ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოების სტრუქტურების წარმომადგენლები წითელ ხიდზე დააკავეს რამდენიმე წითელ ხიდზე დაიჭირეს რა პასუხისგებაში კი არ მიცეს ვინ მიცემდა კეზერაშვილი დღემდე არ არის პასუხისგებაში მიცემული და რა ვიცი მე კიდე მისი მსგავსნი აფხაზეთის ომის გამო გაყიდვის გამო ვინ დაისაჯა გეხვეწებით მითხარით ვინ დაისაჯა გარდა ისევ იმ ბიჭებისა რომლებიც წასულები იყვნენ სამშობლოს დასაცავად შვილებო თქვენ ამით სამშობლოს ვერ იცავთ მერწმუნეთ სამშობლოს დაცვას სხვანაირი სიყვარული ჭირდება ინფორმაციულად უნდა ვიყოთ ჯერ მზად გვიყურეთ ჩვენ პეკატივი არ მოგატყუებთ იმიტომ რომ ჩვენ აქედან ვცდილობთ იმიტომაც არ გაიყიდა ეს პეკატივი არავისზე რომ აქედან გითხრათ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე აი ამ სიონის ბრძენკაც და ოკრებების ოქმებსაც მაგით ვკითხულობთ თორემ მე თავი არ მომბეზრებია და არც ბიძინას სიმართლე გითხრათ კი ვიცი რომ ერთხელ დავიბადე ერთხელ მოვკვდები მაგრამ ჯერ არ მინდა სიკვდილი და არც ვაპირებ ამიტომ სიცოცხლე არავის არ მოგბეზრებია ამას ისევ თქვენთვის ვაკეთებთ და იყავით ინფორმაციულად მომზადებულები და ნუ რავის დაუჯერებ თორე აი აგერ მე მოვნახე ისევ და მე მინდა სანამ დაგემშვიდობებით აი ეს ჩანართი თემურ ალასანიას და მიხეილ სააკაშვილის ალბათ ბევრჯერ აგაქვთ ეს მოსმენილი მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ავანტყოფებს რო გვიწოდებს და რო გვაგინებს და რო გვაგინებს კი ბატონო და აქვე მინდა ისევ პოლიციელებსაც ვუთხრა მადლობა იმიტომ რომ მართლა ის რაც ხდება იგივე ევროპის ქვეყნებში იგივე თურქეთში გავიხსენოთ აი ეს სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი რაღაცა რო გააპროტესტეს ხო ერდოღანმა რა უქნა ხალხს ევროპაში რას უშვებიან ამერიკაში რას უშვებიან აბა უბრალოდ დამოიღე ხმა
აქ ქართველს არ უნდა დაარტყას. ორივე მხარეს ქართველები ვდგავართ. და რა ვიცი მე ერთმანეთი დავიფაროთ რა. უფალი გვფარავდეს და მივიდეთ და პირჯვარი გადავიწეროთ სანთელი ავანთო და გულწრფელად მოვინანიოთ თუ რამე შევცოდეთ და ჩვენი შვილების წინაშე რაც შეცოდეთ თქვენ ყველამ აბსოლუტურად თქვენ შვილებზე გადმოვა მე ხელისუფლებას მივმართავ რა ვინც ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას აი ვინც ამ ორუმტრიალის ორგანიზატორები არიან არავინ არ იცის როდის მოკითხავენ თქვენს უდანაშაულო შთამომავლობას აი ახლა კი მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბარი მაპატიეთ უცენზურო სიტყვებისთვის ეს ჩემი ბრალი არ არის. Coare mie ხორ გამოჩენა, ხორ გიპარკი, ხორ დაწყდა. დასწორი აზრია ძალიან კარგად არის. ბაში რამაც უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედა რა გეთებს. ამიტომ ჩვენ ერთადერთი ნიშა ჩვენი არის რადიკალიზაცია. საზოგადოება. მოახდინოს რადიკალიზაცია. რადიკალიზაცია გამოიწვია. აი ნამდვილად, იმიტომ რომ ფეხზე დავდგებით, აი ნახავთ თუ არა. კვესტაზე არის ის, რაც უნდა იყოს ათი პროპაგანდა სულ. მაგრამ ასევე რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის middle class-ისთვის. და უნდა ვისწავლოთ თუნდაც ინტერნეტ სეგმენტის გამოყენება ინტერნეტ. ზუსტად ეგრეა და ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება. რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე თბილისის middle class, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რევოლუციაზე კი ნახტერ. მან გვაქვს სერიოზული ჩავანები. ამათ წარმოიდგინოს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული. და ეს რა ქვია და გდანის მეტროში ეგ ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ განამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს self-made ბიზნესები თბილისში. ჩვენი მომხრეები ეგენი არის. თავიდან მიგითხარ. აი და თანამშრომლებს როგორიათ რომ ამათთან რაღაც დილს მიაქვს. არა, ეს არის ავანტყოფიერია რა, ეს არის ამათ თანამარ დაჯავ თავზე და სანამ დედას არ მოხნავ. ვერ იგებენ ვერაფერს. ეგრე იყო ხალხთან ცხოვრება ხო? ეხლა რა თქმა მაგათი დედა ხან მე ქართველების ქართველების დედა მო ვინ არიან ეს ავანტყოფიერი ვინ არის? დავიღალე ისე პროსტა სტისგან ზივარ რაღაც დარებს ველობები რაღაცას მოდივარ სულ რაღაცა ხვალზე აი ეხლა მოხდება აი ეხლა სულ აჭრილი აქვს ყველაფერი რამსე. არიან რაღაცა ესე აი ეს არჩევნები კიდევ უფრო დააბნევთ, იმიტომ რომ დააყენეთ უწესი კანდიდატი და ცუდი კამპანია. ის რა ქვია? იმიტომ კი არა ცუდად არის რაღაცა. არა, პროსტა სამდამხალა. სულ რაღაცას ვიცი. 1 მილიონს გადავუხდი ვიც უნდა იცოდეთ რომ მიშა არასოდეს არ ყოფილა და არც ბიძამისი საქართველოს მოტრფიალი. მაპატიეთ. რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ გემშვიდობებით, მომავალი რწმენით და იმედით, კარგად ვსანდებოდეთ. ნახვამდის მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.